საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში გადაცემის მიმდინარეობაზე თვალყურის დევნება კი შესაძლებელია მაუწყებლის საიტზე 1tv.g და Facebook-ის მაუწყებლის გვერდზე. ახლა კი წარმოგიდგენ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს, რომელთაც იმ რიგითობის მიხედვით დავასახელებ, რომელიც მათ 1 საათის წინ წილისყრით მიენიჭათ. ნომერი 1 შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია. ნომერი 2 გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება. და ნომერი 3 ივანე მერაბიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. დებატები მონაწილეებთან წინასწარ შეთანხმებული წესების მიხედვით წარიმართება. წესები კი საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის ექსპერტების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა. თითოეული კანდიდატის შესავალი სიტყვის, პასუხებისა და დასკვნითი გამოსვლების რიგითობაც წილისყრის შედეგად განისაზღვრა. მისასალმებელი სიტყვისათვის კანდიდატებს აქვთ 2 წუთი, რის შემდეგაც მე მათ შეკითხვებს დავუსვამ. ყოველ მათგანს კითხვაზე პასუხის გასაცემად 3 წუთი აქვს. სულ ჩემი სტუმრები რიგრიგობით და ეტაპობრივად 4 კითხვას უპასუხებენ. პასუხის შემდეგ კანდიდატებს დამატებით კიდევ თითო წუთი კომენტარებისთვის ექნებათ. ყოველ შეკითხვაზე იცვლება პასუხის გაცემის რიგითობა. უკვე მინიჭებული ნომრის მიხედვით ყველა კანდიდატს მიეცემა საშუალება იყოს პირველი ამა თუ იმ პასუხის დროს და ბოლოს. შეკითხვებისა და კომენტარებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურის შემდეგ კანდიდატებს ეძლებათ კიდევ 3 წუთი დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვისათვის. დროის ათვლა მოხდება წამზომზე, რომელიც კანდიდატებს ნიშნებს, რომ პასუხისათვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე 10 წამი რჩება. 3 წუთის გასვლის შემდეგ კი გაიჟღერებს დასრულების სიგნალი და მოპასუხეს მიკროფონი გაეთიშება. მე კი კითხვაზე საპასუხოდ უკვე შემდეგ კანდიდატს მოვიწვევ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატმა მოპასუხეს შეაწყვეტინა, მას მოაკლდება დაკარგული დრო და ეს დრო დაემატება მოპასუხეს. დებატებისათვის კითხვების შერჩევა მოხდა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგად ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან დასახელებული ყველაზე აქტუალური თემებისა და მედია საშუალებების მიერ გამოგზავნილი შეკითხვების საფუძველზე. ეს თემებია ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ფინანსები და ინფრასტრუქტურა, ასევე სოციალური სფერო და ჯანდაცვა. ჩემთვისაც და დებატებში მონაწილე პრემიერობის კანდიდატებისთვისაც ის 4 შეკითხვა, რომელსაც დღეს დავსავ, დებატების დაწყებამდე მხოლოდ 48 საათით ადრე გახდა ცნობილი. ახლა კი მე ვუბრუნდები დებატების მონაწილეებს და ვიწყებთ მისასალმებელ გამოსვლებს. ბატონებო, მოგესალმებით. თქვენ უკვე გაქვთ საშუალება, რომ მიმართოთ თქვენს ამ უმრჩეველს, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს, როგორც უკვე იცით, აქვს 2 წუთი და წილისყრის შედეგად გამოვლენილი პირველი კანდიდატი იქნება ის, ვინც დაიწყებს მისასალმებელ გამოსვლას. შესაბამისად ეს გახლავთ შალვა ნათელაშვილი. ბატონო შალვა, 2 წუთი იმისათვის, რომ მიმართოთ ამ უმრჩეველს, დაიწყეთ. გამარჯვებას უსურვებ სრულიად საქართველოს. რამდენიმე კვირის წინ მე გამოვიწვია დებატებში მიხეილ სააკაშვილი და ივანიშვილი და სამარცხვინოთ არც ერთი დღეს აქ არ გამოცხადდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი გორიდან რო დაიწყო სირბილი აგრძელებს რბოლას, დღემდე შეშინებულია, ხოლო ივანიშვილს ეთყობა არ უნდა გამოვიდეს ჯავშან აკვარიუმიდან. მე ვუქებ ბატონ ვანოს გამბედაობას, თუმცა რა თქმა უნდა კმაყოფილს აქედან ვერ გავუშვებთ, რადგან ივანიშვილის ფინანსები და სააკაშვილის ბრძანებით მან შექმნა ქვეყანაში რეპრესიული მანქანა, პოლიტიკური პოლიცია, თვალთვალის და დასმენის სისტემა, გადაავსო ციხეები პოლიტიკური პატიმრებით, შექმნა აი ეს კრიმინალური და კლანური ვითარება, რაც დღევანდელ პოლიტიკაშია, მაგრამ სანამ დავამთავრებდე და ვადა გამევიდოდეს მისასალმებელი სიტყვის, მე მინდა გთხოვოთ, რომ წამოვიღე პინგვინის სურათი, იმ პინგვინისა, რომელიც ბატონ ივანიშვილის 18 მილიონი უჯდება მის შენოხვა ჭორვილაში, აგერ და მის სკამზე დადეთ, რომ ამით მაინც ეგება შვება მიიღოს. ალბათ ბატონ ვანოს კარგად ეხსოვნება, როცა ჩაბრძანდებოდა ჭორვილაში, იქ ეს პინგვინი და პინგვინები დაიარებოდნენ. აგერ არის ეს სურათი, თუ ვინმე დაძდებს მის სკამზე და მაგიდაზე, ძალიან კარგი იქნება. ესე იგი, პოლიტიკოს, მილიარდელს რო პინგვინი, ლემური, უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თავისი ქვეყანა და ამდენს ხარჯავენ ჩვენი პოლიტიკოსები პირად ცხოვრებაში, როცა პრეზიდენტი იშენებს მილიარდიან სასახლეს და 200 მილიონიან თვითმფრინავს ყიდულობს, აი ესეთ სახელმწიფოში კიდე კარგად გვიდგა სული და ღმერთო მალე გადაგვარჩინე ამ ჯოჯოხეთს და ღმერთო მალე გაისტუმრე ეს ხელისუფლება თავისი ოლიგარქიული ოპოზიციანად პოლიტიკურ მოუსავლეთში. თუ დაასრულეთ ბატონო შალვა, კიდევ 10 წამი გაქვთ, შეგიძლიათ. მისასალმებელი სიტყვა, ვფიქრობ, ვადაზიადრე შევასრულე გერმანული პუნქტუალობით. რატო გერმანული ქართველები არანაკლებ პუნქტუალურები ვართ? კარგით, ძალიან
დიდი მადლობა, აი თქვენი დრო სწორედ ახლა ამოიწურა. დებატების წესების თანახმად ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ის გავაკეთოთ, რაც თქვენ გთხოვეთ, მაგრამ ეს უკვე ყველამ დაინახა, ასე რომ მე უკვე უნდა გადავიდე შემდეგ კანდიდატზე და ეს გახლავთ ბატონი გიორგი თარგამაძე გახლავთ ეს ბატონო გიორგი თქვენს 2 წუთი იმისათვის რომ მიმართოთ ამ უმრჩეველს მისასალმებელი სიტყვით. დიდი მადლობა, მოგესალმებით ეკა, პირველ რიგში თქვენ ჩვენს ტელემაყურებელს, მივესალმებით ჩემს ოპონენტებს. გუშინ საქართველოს ხელისუფლებამ მისი პირველი პირები სააკაშვილისა და ბატონი მერაბიშვილის სახით ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საქართველოს მოსახლეობასთან. საერთოდ ყველა არჩევნები ეს არის ახალი ხელშეკრულების გაფორმება ჩვენ სამომრჩევლებთან. უბრალოდ განსხვავებით პოლიტიკური ოპოზიციიდან, რომელსაც სამწუხაროდ არ აქვს და არ გვაქვს საკმარისი ბერკეტები მივიღოთ გადაწყვეტილებები, ხელისუფლება პასუხისმგებელი არის თავისი შედეგებითაც. მე მინდა უბრალოდ შევახსენო მთელ საზოგადოებას. რა იყო მთავარი დაპირება მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის და ძველი ხელშეკრულებიდან რომელი მუხლი არის შესრულებული. არ შესრულდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა და დაპირებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. და სააკაშვილი იძლეოდა პირობას, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ცხინვალსა და სოხუმში ვიზეიმებდით საქართველოს დამოუკიდებლობას. არ შესრულდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნდა განხვდარიყო ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების სრულფასოვანი წევრი და ყოფილიყავი დაცულები, თავი გვეგრძნო უსაფრთხოდ. პირიქით, საქართველოს სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტად დაშორდა ნატო სტრუქტურებს. არ შესრულდა ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენს ქვეყანაში მეტი თავისუფლებისა და დემოკრატიის სივრცეს. დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც პოლიტიკური უფლებები დარღვეულია, ადამიანები თავისუფალი ნების გამოხატვაში შეზღუდულები არიან. დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო მეტად არიან შესუსტებული. არ შესრულდა ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას. დღეს ჩვენ ნაციონალური მოძრაობის 2 საპარლამენტო დეკადის თავზე და სააკაშვილის საპრეზიდენტო მმართველობის ბოლოს მივიღეთ საქართველო, რომელშიც არის მხოლოდ ერთი მუჭა მილიონერები და უზარმაზარი მილიონობით რაოდენობა გაღატაკებული, გაღარიბებული ქართველი ხალხისა. ეს არის დღევანდელი საქართველო, ხელშეკრულება, რომელიც გასცემად არ შეასრულეს. ამიტომ ისინი არ იმსახურებენ იმას, რომ კვლავ ახალი ხელშეკრულება გააფორმონ საქართველოს მოსახლეობასთან. ამდენად ბატონი ვანო საუბრობდა პოლიტიკურ დინოზავრებზე და ისინი არიან ნამდვილად პოლიტიკური ტირანოზავრები, მაგრამ მათ განაჩენს ქართველი ხალხი 1 ოქტომბერს გამოუტანს. თქვენი დრო ამოიწურა ბატონო გიორგი, ბატონო ვანო, თქვენ გაქვთ საშუალება გამოიყენოთ თქვენი 2 წუთი იმისათვის რომ მიმართოთ ამ მომრჩეველს, გთხოვთ. დიდი მადლობა. მე მინდა მადლობა გადაუხადო საზოგადოებრივ მაუწყებლობას, რომ ყველა კანდიდატს მიეცა საშუალება წარდგეს ჩვენი საზოგადოების წინაშე და გააცნოს ის გეგმები, ის დაპირებები, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას გააჩინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მოარი განაცხადა აქ მოსვლაზე. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით საინტერესო იქნებოდა შეხვედრა, რომ ყველა კანდიდატს ქონოდა საშუალება მოსულიყო აქ. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა პატივისცემა ქართული ამომრჩევლისა და საქართველოს ტელემაყურებლების წინაშე. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე კიდევ გასაკეთებელი საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ ჯერა ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც უჭირს, ვისაც არ აქვს სამსახური და ვისაც არ აქვს საშუალება მიიღოს სამედიცინო მომსახურება. ბოლო წლებში ჩვენ ძალიან სერიოზული წინსვლები გაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი ის, რომ საქართველოში არც ერთ დედას არ ეშინია საკუთარი შვილის გაშვება ეზოში. არ არის საკმარისი ის, რომ საქართველოში არ არიან ქურდები და საქართველოში არ არის კორუფცია. არ არის საკმარისი ის, რომ საქართველოში დაზღვეულია ყველა სოციალურ დაუცველი, ყველა პენსიონერი, ყველა მასწავლებელი, ყველა პოლიციელი, ყველა სამხედრო. არ არის საკმარისი ის, რომ ნებისმიერი საბუთის მიღებისათვის საქართველოში არ ჭირდება ქრთამი და პასპორტს, მართვის მოწმობას ან ნებისმიერ დოკუმენტს ყისეულად მიიღებ. ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ოჯახი ჯერ კიდევ, რომელმაც ვერ იგრძნო ქვეყნის წინსვლიდან კონკრეტული სიკეთე, კონკრეტული სარგებელი. სწორედ ამიტომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ მეტი სარგებელი მოუტანოთ ხალხს. ახალი სამუშაოების შექმნა იქნება ჩვენი მთავრობის და ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანა. ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, საშუალება რომ მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანა. ქართული სოფლის განვითარება იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ თითოეულ მოქალაქეს გადავცემთ 1000 ლარიან ვაუჩერს, რათა მან დაფაროს ის ხარჯები, რომელიც იმ ჭუჭი ყველაზე ძალიან მას ჭირდება. დიდი მადლობა ყველას. ახლა გადავდივართ შეკითხვებზე და კიდევ ერთხელ მე შეგახსენებთ, რომ მე გადაცემის განმავლობაში დავსვავ სულ 4 შეკითხვას, რომელზეც თქვენ
უკვე წილისყრის შედეგად გამოვლენილი რიგითობის მიხედვით მიპასუხებთ და პირველი შეკითხვაზე პასუხის გაცემის უფლება ერთი წუთით თქვენ მერე მოგეცემათ საშუალება ბატონო შალვა. პირველ შეკითხვაზე პასუხის გაცემის უფლება აქვს წილისყრით გამოვლენილ ნომერ მეორე კანდიდატს და ეს იქნება გიორგი თარგამაძე. ბატონო გიორგი, მომისმინეთ. იმისათვის რომ ამ შეკითხვას გასცეთ პასუხი, თქვენ გაქვთ 3 წუთი. რა ნაბიჯებს გადადგამთ უმუშევრობის დასაძლევად? დაასახელეთ 3 კონკრეტული პარამეტრი, რომლის მიხედვით თქვენ ამ პრობლემას დაძლევთ. დაიწყეთ. პირველი ეს არის სამართლიანი ტარიფები ქართულ ხალხს და სამართლიანი ტარიფები და ენერგეტიკა ქართული ეკონომიკის სამსახურში. მეორე, ქართული სოფლის მეურნეობის განვითარება და მესამე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. სამართლიანი ტარიფების დამკვიდრებისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რითიც ვაპირებთ საქართველოს მოქმედ ბიუჯეტში 1 მილიარდიანი თანხის გათვალისწინებას, რომელსაც პირდაპირ მიმართავთ ქართულ ენერგეტიკაში და მათ შორის თელასის, ენერგოპროს და სხვა რუსეთზე გასხვისებული ელექტროკომპანიებისა და გამანაწილებელი კომპანიების საკონტროლო აქციების გამოსასყიდად, ჩვენ ვაპირებთ სახელმწიფო კონტროლის აღდგენას ენერგოპოლიტიკაზე, ენერგოსატარიფო პოლიტიკაზე, ვაპირებთ აქტიურ ინვესტირებას საქართველოში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებში იმისთვის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მექანიზმები სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის და წარმოების, ჩვენ ვაპირებთ ამოვიღოთ ტარიფის სტრუქტურიდან საინვესტიციო კომპონენტი ამ გამოსყიდვის მეშვეობით, რითიც მომენტალურად საქართველოს ყველა მომხმარებელს იქნება ეს ოჯახი თუ ბიზნესის წარმომადგენელი 30%-ით გაუიაფთება ელექტროენერგიის საფასური საქართველოში. ეს შეუწყობს ხელს საქართველოში კონკურენტული პროდუქციის წარმოებას, რადგან ქართული პროდუქცია უკვე იქნება იაფი. ეს ნიშნავს საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალი ინვესტორების შემოსვლას, ეს ნიშნავს დასაქმებულ ადამიანებს და ეს ნიშნავს შემოსავლების ზრდას ჩვენი მოსახლეობისთვის. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ გაიაფებული ქვითრით საქართველოს მოსახლეობას პირდაპირ გაგებით ცხოვრება გაუიაფთება. ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე 4 წელია ჩვენი პოლიტიკური პარტია ყოველწლიურად ვთავაზობთ მთავრობას გეგმებს. ახლა უკვე ჩემი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ პროგრამის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს მცირე მიწიანი გლეხის კონკურენტუნარიან ფერმერად გადაქცევას. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად ჩვენ ჩავდებთ ბიუჯეტში 1,100 მილიონ ლარს, რომელიც მიმართული იქნება კოოპერატივების, აგრარული კოოპერატივების შესაქმნელად და წასახალისებლად. მცირე მიწიანი გლეხები გაერთიანდებიან აგრარულ კოოპერატივებში და ისინი ისარგებლებენ ბევრი შეღავათით. მათ შორის მას ექნებათ პირდაპირი წტომა დაბალ საკრედიტო ხაზებზე აგრობანკის მეშვეობით, სადაც ამ 1,100 მილიონიდან იქნება მობილიზებული 300 მილიონი ლარი. სწორედ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათებისა და დახმარების ნაწილი იქნება ასევე სასუგზე და საწვავზე, ოღონდ აგროსაწვავზე სუბსიდირება, ასევე სახელმწიფო გააგრძელებს აქტიურ ინვესტირებას მელიორაციისა და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციისათვის და ასევე სახელმწიფო პირველ ეტაპზე პირველი 5 წლის განმავლობაში აქტიურად მოახდენს იმ ინფრასტრუქტურის გამართვას, რომელიც საჭირო არის სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობების გასამართად, საიმისოთ, რომ ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ჰქონდეს სასაქონლო სახე მთელი წლის და არა მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენი გეგმა ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ამ ორ სფეროში, აგრარულ სამრეწველო კომპლექსსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში და მეორე მხრივ მცირე და საშუალო ბიზნესში არის ყველაზე დიდი რესურსი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმების, მათთან ახალი განათლების, ახალი ტექნოლოგიების მიტანის. ასე რომ, სამართლიანი ტარიფები ქართული ხალხის სამსახურში, მცირე და საშუალო ბიზნესი და აგროსამრეწველო. თქვენი დრო ამოიწურა ბატონო გიორგი, ბატონო ვანო, თქვენ ხართ შემდეგი, ვინც პირველ შეკითხვას უპასუხებს ჩვენს დებატებში და მე გაგიმეორებთ თქვენს ასევე ამ შეკითხვას, რა ნაბიჯებს გადადგამთ უმუშევრობის დასაძლევად, დაასახელეთ 3 კონკრეტული პარამეტრი, რომლის მიხედვით თქვენ ამ პრობლემას დააძლევთ. დაიწყეთ. მე ვაცხადებ, რომ უმუშევრობის დაძლევა იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი მთავრობისათვის, ჩვენი პარტიისათვის, ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობისათვის. ჩვენ უკვე გადავდგეთ კონკრეტული ნაბიჯები და ჩვენ შევქმნით ახალი სამინისტრო, დასაქმების სამინისტრო, რომელიც უკვე ამ ეტაპზე ახორციელებს საქართველოს, მთელი საქართველოს აღწერას, იმისათვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ თითოეული ოჯახი, თითოეული მოქალაქე, რეგიონებში, ქალაქებში, თუ ვინ არის სამუშაოს მაძიებელი, რა ტიპის სამუშაოზე ადამიანები ვერ შეულობენ სამსახურს, რა ასაკის ადამიანებს არ აქვთ სამსახური და მეორე მხრივ ჩვენ შევისწავლოთ თუ რა ტიპის პროფესია საქართველოში მოთხოვნა, ჩვენ ეს ინფორმაცია მოგცემს საშუალებას, რომ კარგად დავგეგმოთ მთელი მთავრობის მოქმედება. მთელი ამ 20 წლის განმავლობაში, რათა თითოეული ქმედება, რომელსაც გადავდგას ჩვენი სახელმწიფო. იქნება ეს ბიუჯეტის ნებისმიერი მუხლი, ეს იქნება ნებისმიერი საერთო შეთანხმება, ნებისმიერი მინისტრის, ნებისმიერი გამგებელის, ნებისმიერი ჩინოვნიკის მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება, თუ რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა ამ ჩინოვნიკმა, ამ მოხელემ,
ამ გამგებელმა, ამ სოფლის წმუნებულმა. ჩვენ ამ მონაცემთა ბაზად გათვალისწინებით დავეხმარებით ყველას იმას, ვისაც დაჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიის შეცვლა, რათა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დავაკმაყოფილოთ ის ადამიანები, რომელსაც დღეს არ გააჩნიათ სამსახური, ან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უნდა პროფესიის ან სამსახურის შეცვლა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ჩვენი პროგრამის სხვა ნაწილებზე, ჩვენი პროგრამის ყველა მუხლი ითვალისწინებს დასაქმებას. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვაპირებთ 4 მილიარდი არის ინვესტიციას ველოდებით მომავალ წლებში, ეს არის 80,000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ საქართველოში და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ტურისტების რაოდენობა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნებისმიერ ქუჩაში, ქალაქში თუ სოფელში ჩვენ ვამჩნევთ ძალიან უამრავ ტურისტ ჩამოსულ საქართველოში. ჩვენ ვარაუდობთ, რომ 4 წელიწადში 7 მილიონამდე მიაღწევს ტურისტების რაოდენობა, ეს არის დამატებით 140,000 დასაქმებული ადამიანი. ჩვენ უცებ ვამბობთ, რომ ვაშენებთ 17 ჰესს და 17 ჰესის შენობა საქართველოში უკვე პრაქტიკულად დაწყებულია. ამ ჰესების შენობაში დასაქმდება 13,000-ზე მეტი ახალი მაღალკვალიფიციური ადამიანი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ვაპირებთ ისე როგორც წლების განმავლობაში ახორციელებდით და ვაპირებთ 5,000 ახალი გზის მშენებლობას, ეს არის 40,000-ზე მეტი ახალი დასაქმებული. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში დავამარცხოთ ისინი, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში არსებობდა და ისეთივე წარმატებით დავამარცხოთ ის, როგორც დავამარცხეთ წლების განმავლობაში კორუფცია, როგორც დავამარცხეთ კრიმინალი და მე ჩემი მუშაობის მთავარი გამოწვევა და მთავარი ამოცანა იქნება, რომ საქართველოში შემცირდეს უმუშევრობა, საქართველოში ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს საშუალება რაასაკეთს არ უნდა იყოს ის, რომელ თაობასაც არ უნდა მეკუთვნოს და განსაკუთრებით ჩვენი ყურადღება იქნება მიქცეული სწორედ საშუალო ასაკის ადამიანებისადმი, რომელსაც დღეს ყველაზე ძალიან უჭირს სამსახურის შოვნა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ხშირად არ აქვს საშუალება კონკურენცია გაუწიონ ახალგაზრდებს. დიდი მადლობა, ბატონო შალვა. უკვე თქვენი რიგია იმისათვის, რომ შეკითხვას გასცეთ, პირველ შეკითხვას პასუხი, მე თქვენს გაგიმეორებ შეკითხვას, რა ნაბიჯებს გადადგამთ უმუშევრობის დასაძლევად დაასახელეთ 3 კონკრეტული პარამეტრი, რომლის მიხედვითაც თქვენ ამ პრობლემას დაძლევთ. დაიწყეთ თქვენ 3 წუთი გაქვთ. უპირველესად რეპლიკას გავაკეთებდი ბატონ ივანოს გამონათქვამზე, რომ დედები თავისუფლად უშვებენ სასეირნოდ ქუჩაში შვილებს. ზევიდან გვიყურებს ბატონი ვანოს მინისტრობის დროს, მისი სპეცსამსახურებისგან ჩაცხრილული რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის და 70 ახალგაზრდის სული ზევიდან იყურება. რა მნიშვნელობა აქვს დედისთვის, მას კრიმინალი მოუკლავს შვილს, თუ სპეცრაზმელი და პოლიციის მუშაკი. ასევე ზევიდან გვიყურებენ მიტინგებზე ჩახოცილი ადამიანების სულები. 26 მაისს რო ჩახოცა ბატონო ვანო თქვენმა სპეცრაზმა და მე მიცვალებულები თავისით რო ავიდნენ სახურავებს და დენმა დაარტყათ. ეს როგორც რეპლიკა დანარჩენს მე ვისაუბრებთ. ეხლა რაც შეეხება უმუშევრობის დაძლევასა და სამუშაო ადგილებს. ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გარიჟრაჟზევე მოქალაქეთა კავშირმა თავისი ჭიკ-ჭიკ ახალგაზრდული ხმით შევქმნიდა 1 მილიონ სამუშაო ადგილს. თქვენ გახსოვთ, იმის შემდეგ 1 მილიონზე მეტი ადამიანი აქედან გააქციეს, თუ მხედველობაში აქვს პატივცემულ მთავრობის ხელმძღვანელს ჩინელებისათვის, ირანელებისათვის, თურქებისათვის სამუშაო ადგილების შექმნა, იქ შეიძლება დაეთანხმო, რომ რაღაცაში სწორი არიან ბურებისათვის და სხვებისთვის. რაც შეეხება რეალურად სამუშაო ადგილების გაჩენას, ამას სჭირდება ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტის შეცვლა, მათი მოცილება ხელისუფლებისა და ეკონომიკის უმაღლესი სადავეებიდან. ალბათ ბატონ ვანოს კარგად მოეხსენება, მან ყველაფერი იცის, ტელეფონს ავიღებ ბატონ ვანო მისმენდა სახში დავრეკავდი ბატონ ივანო მისმენდა და კაბინეტში რამეს ვიტყოდი ბატონ ივანოს სპეცსამსახურები მისმენდნენ ამ გაგებით და ძალიან კარგად მოეხსენება რომ თქვენი ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონ ნაყოფიას შვილი 21 წლის ლაწირაკი 2 მილიონ დოლარს იღებს ხელფასს. აი ეს 2 მილიონი დოლარი მის 10,000-ობით თანატოლს ეყოფოდა და თქვენ ხო იცით ეს ამბავი? თქვენ ისიც კარგად ხომ იცით რომ ჩოჩელს თავის წარმოებაში ლოდის, იმის რა ქვია, ხორცის, კამფეტის, პლასმასის წარმოებაში დასაქმებული ყავს მთელი თავისი ნათესაობა და მთელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონი შიმშილობს და იმავდროულად თქვენ ჩოჩელს დასაქმებული ყავს ცხინვალის სეპარატისტული ახალგორის საარჩევნო კომისიებში. შეიძლება ეს არ იცით, არ ვიცი, გაცნობებთ. თავისი ნათესავები, რომლებიც ახალ გოში დარჩნენ, ისინი სხედან და იქ აყალბებენ არჩევნებს თიბილოვის სასარგებლოდ. ჩოჩელი ახაზეს აგვიყალბებს არჩევნებს ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ასე სამუშაო ადგილები დაპირებებითა და ფანდურის კვლით ნამდვილად ბუნებრივი არ იქნება, გარდა იმისა, რომ საჭიროა კლანების დამსხვრევა სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეხლა დეტალებზე თუ საჭირო იქნება, მე კიდევ ვილაპარაკებ, ან კითხვები დამისვით, ასევე აუცილებელია სოციალური გარემოს გარდაქმნა,
ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება, რომელიც ვერ იღებს ატესტატს, ვერ იღებს დიპლომს, ვერ ამთავრებს მაგისტრატურას, რა სამუშაო ადგილის პრეტენდენტი იქნება? ვინ მიიღებს ამ პირობებში სამუშაოზე, როცა თქვენ აუცილებელ წესად თვლით ინგლისურის ცოდნას და კომპიუტერის ლამის ბილ გეიტსის დონეზე ათვისებას. ამდენად ასევე საერთაშორისო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და რეზერვაციაში დაგეტილი ჩვენი ხალხი უნდა გავიდეს რუსეთის ბაზარზე. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ამერიკას და რუსეთს შორის დასრულდა თქვენი დრო, ბატონო შალვა. დიდი მადლობა, თქვენ უპასუხეთ უკვე პირველ შეკითხვას. ახლა კი თქვენ გაქვთ თითო წუთი იმისათვის, რომ კომენტარი გააკეთოთ თქვენი კონკურენტის გამოსვლაზე, ან თუ დაგრჩათ რაიმე სათქმელი დამატებით, კიდევ თქვათ ეს თქვენი სათქმელი, ჩვენ მივდივართ ამ შემთხვევაში იგივე რიგითობით, როგორც გავეცით პასუხი პირველ შეკითხვას, შესაბამისად პირველი 1 წუთი კომენტარისათვის აქვს ბატონ გიორგი თარგამაძეს, ბატონო გიორგი 1 წუთი გაქვთ, დაიწყეთ. ბატონი მერაბიშვილი და ზოგადად მთავრობა ძალიან ტრაბახობს საქართველოში მშენებარე ახალ ჰიდროელექტროსადგურებით. პრობლემა იმაშია, რომ არც ერთ მათგანზე სახელმწიფოს კონტროლი არ ექნება. პრობლემა იმაშია, რომ ამ ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია არ იქნება იმაზე იაფი, ვიდრე დღეს აქვს ჩვეულებრივ ქართულ ოჯახს და ჩვეულებრივ ქართულ ბიზნესს. ამიტომ ჩვენი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინვესტიციას ჰიდროელექტროსადგურებში, გულისხმობს სწორედ იმას, რომ თუ ჩვენ საჭიროდ დაგვჭირდება, შეიძლება სესხიც კი ავიღოთ, თუ ბიუჯეტიდან არ გვეყოფა, ლაზიკის ნაცვლად, ქართულ ენერგეტიკაში ინვესტირებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ვაკონტროლებდეთ ქართულ ენერგეტიკას და ტარიფები იყოს სამართლიანი ბიზნესისთვის, რომელიც დაასაქმებს შემდეგ ადამიანებს. და არა ჩინოვნიკები, რაზეც საუბრობს ბატონი მერაბიშვილი, იგი ამბობს, რომ თურმე ჩინოვნიკების შეფასების კრიტერიუმი იქნება, რამდენ ადამიანს დაასაქმებენ. სოფლიოში ჩინოვნიკია ანადგურებს ამ მუშაო ადგილს, კი არ ქმნის. ამიტომ ჩვენი გეგმა ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და ტარიფების გაიაფების ეს არის გასაღები ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც დასაქმებთ. დასრულდა ბატონო გიორგი, ბატონო ვანო, 1 წუთი იმისათვის, რომ თუ გსურთ, რომ კომენტარი გააკეთოთ კონკურენტების გამოსვლაზე, თუ არა და თქვენ შეგიძლიათ დამატებით. მე დიდი სიამოვნებით, აქ იყო გამოთქმული უამრავი ბრალდება. ზოგიერთ ბრალდებაზე ალბათ არც ხის პასუხის გაცემა იმდენად აბსურდულია, თუმცა ყველაზე სერიოზული ბრალდება, რომელიც აქ იყო გამოთქმული, მე მას მინდა ვუპასუხო, აი ხო ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვასრულებთ პირობას. ერთი რამე არის ფაქტი, რომ ყველა პირობა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დადებული, ეს პირობა არის შესრულებული. ყველა არჩევნების დროს, როცა მან დადო ხელშეკრულება თავის ამომრჩეველთან, ყველა ის პირობა, რომელიც იყო დათქმული, ყველა პირობა არის შესრულებული და ხშირად ეს პირობები უფრო მეტად არის შესრულებული, ვიდრე ჩვენ თავის დროზე ამას პირდებით. მე მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი. 2003 წლის არჩევნებზე ჩვენ დავდიოდით საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, თავარი მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეების 2003 წელს იყო გაყინული პენსიების გაცემა. ჩვენ მაშინ არა მარტო გაყინული პენსიების დარიგებას დავპირდით, არამედ ჩვენ დავპირდით პენსიების გაორმაგებას და მაშინ სკეპტიკოსები აბრობდნენ ეს არის შეუძლებელი. მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ და მინდა ვთქვათ, რომ 2003 წელთან შედარებით დღეს საბაზისო პენსია 10 შილ არის გაზრდილი. აი ეს პასუხი მინდა გამეცა იმ ბრალდებებზე, რომელიც აქ იყო გამოთქმული. დასრულდა თქვენი 1 წუთიც. აი უკვე ნამდვილად დასრულდა ეს 1 წუთი და მე უკვე ბატონ შალვას მივცემ საშუალებას, რომ გამოიყენოს თავისი 1 წუთი ან კომენტარისთვის, ან დამატებით სათქმელისთვის, დაიწყეთ. პრემიერთან მექნება ასეთი შეკითხვა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ 2002 წელს აი საკრებულოს არჩევნები რო ტარდებოდა, მოვიგეთ ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელი ამერიკული კომპანია AES-ის წინააღმდეგ, რის საფუძველზეც თბილისში დენის ტარიფი გახდა 11 თეთრი, ეს ყველას კარგად ახსოვს და რეგიონებში 7 თეთრი იყო და ხალხმაც ცოტა ამოისუნთქა. ცოტა რაღაც დარჩა, სამუშაო ადგილების გახსნას რა აზრი აქვს თუ ადამიანი იმ შუქის ფულში გადაიხდის 100 მაგს და თელ თავის ხელფას უკან ჩააბარებს. კარგად მოგეხსენებათ ეს, ხო? გავიდა 3 ბედნიერი წელი და 3 ბედნიერი წელის შემდეგ ხელისუფლებამ მისმა დაქირავებულმა ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ, ეს იყო სააკაშვილის პირდაპირ განკარგულება, რა თქმა უნდა ეს ჩვენ ვიცით, დენი გახადა 18 თეთრი, აპირებდნენ 25 თეთრად ამის გადაქცევას, ბატონ გიორგის ახსოვს ეგ ჩართვაც გააკეთა მაშინ მათმა ტელევიზიამ ჩვენი შიმშილობის აქციიდან 25 თეთრი ვეღარ გაბედეს და დღეს უკვე გახდა 10 მაგი ეს დენი. როდის შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას? არა ჩემს თხოვნას, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც კანონზე მაღალი ძალა აქვს. დიდი მადლობა ბატონებო. ამ შეკითხვაზე, რომელიც თქვენ დასვით, ბატონ ვანოს ექნება საშუალება თუ სრული აქვს, რა თქმა უნდა, უკვე შემდეგ უპასუხეს, მას შემდეგ, რაც მე დავსვავ ახლა ამ გადაცემაში მეორე შეკითხვას და გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ. მეორე შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს მოსახლეობას და ამ უმრჩეველს, არის შემდეგნაირი. როგორ გადაანაწილებთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს პროცენტულად თქვენი პრიორიტეტების მიხედვით?
მეორე შეკითხვაზე გვიპასუხებს რიგით მესამე კანდიდატი და ეს არის ვანო მერაბიშვილი. ბატონო ვანო, თქვენ გაქვთ ასევე 3 წუთი ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად და დაიწყეთ. დიდი მადლობა. ჩვენი პროგრამა, რომელსაც ქვია მეტი სარგებელი ხალხს, გულისხმობს შემდეგს, რომ ის სიკეთე, ის წინსვლა, ის მიღწევები, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივაქციეთ და მე ამის ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, ჩვენ გვინდა რომ თითოეულ ოჯახში, თითოეულ ქართულ ოჯახში შევიდეს და თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს მეტი სარგებელი. ამიტომ ჩვენი ამ მომავალი ბიუჯეტის მთავარი აქცენტები, მთავარი მიმართულება იქნება, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოთ თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ და გეტყვით, რომ ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეულ ქართულ ოჯახს გადავცემთ 1000 ლარიანი ვაუჩერი, რათა მათ თვითონ გადაწყვიტონ, რაში გამოიყენონ ეს თანხა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ ამ თანხით შეიძლება დაფარული იქნას კომუნალური ხარჯები, ამ თანხით შეიძლება გლეხმა, ფერმერმა შეიძინოს სასუქი, დიზელის საწვავი, დაიქირავოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ზოგ შეიძლება ამ ფულით შეიძინოს მედიკამენტები, ან დაფაროს წიგნების და სახელმძღვანელოების სასკოლო სახელმძღვანელოების გადასახადი. ჩვენი პროგრამა ამავდროულად ითვალისწინებს იმას, რომ სოფელში შევქმნათ 500 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმო. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ დამატებით 90000 ახალი მიწის მორწყვა. 35000 ჰექტარისათვის დევნაში შექმნა. ჩვენ ვაპირებთ 2000 დამატებით ტრაქტორი, კომბაინი ან სხვა აგრეგატი, სასოფლო-სამეურნეო აგრეგატი შევიძინოთ, რათა თითოეულ ქართულ გლეხს, ფერმერს ჰქონდეს საშუალება დაამუშავოს საკუთარი მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამავდროულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჭარბი პროდუქციის გადამუშავებაში, გატანაში დავეხმარებით თითოეულ ქართულ გლეხს, რადგანაც თითოეულმა ქართულმა გლეხმა თავის მიერ წარმოებული პროდუქციისაგან მიიღოს შემოსავალი და გარკვეული მოგება, რათა მას ჰქონდეს ხალისი, რათა ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს, რომ საქართველოში გაორმაგდეს სოფლის მეურნეობა. ჩვენი ბიუჯეტი მიმართული იქნება კიდევ ერთხელ ვიძახი იმისათვის, რომ თითოეულმა ქართველმა ოჯახმა, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ მიიღოს მეტი სარგებელი ჩვენი ბიუჯეტისაგან და ჩვენ მიერ დახარჯული თანხებისაგან. ჩვენ ვაპირებთ 6 მილიარდი დავფაროთ, 6 მილიონი დავაფინანსოთ პენსიები და ჩვენ დაპირებას 100 დოლარიანი საპენსიო პაკეტის ჩვენ შევასრულებთ, რა თქმა უნდა, 2013 წელს, როგორც იყო დაპირებული და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გავაგრძელებთ ჩვენი პენსიონერების დაპირებას. ჩვენ არ ვაპირებთ ისე, როგორც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი, მაგალითად, გავიხსენოთ იგივე ოფუნია, რომელიც ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია სოციალურ საკითხებში, იმ დროისკენ დაბრუნებას, იმიტომ რომ მაშინ იყო დრო, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას 10 თვით, 12 თვით, 2 წლით ჰქონდათ გაყინული პენსიები და ერთადერთი რასაც ეთხოვდნენ პენსიონერებს იყო გაყინული პენსიების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ესეთი რამე ჩვენი მმართველობის დროში არ მოხდარა და ყოველწლიურად იზრდებოდა პენსიები, ამიტომ ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ საქართველოში სამავტყოფების რეაბილიტაციას, დაზღვევას, პენსიების გაზრდას, სოციალური სხვა ვალდებულებების შესრულებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და დასაქმების პრობლემის მოგვარებას საქართველოში, რათა თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს უფრო მეტი სარგებელი ჩვენი მუშაობისაგან. მადლობთ ბატონო ვანო და მეორე შეკითხვაზე ამჯერად უკვე შემდეგი მოპასუხე იქნება ბატონი შალვა ნათელაშვილი. ბატონო შალვა, მე გიმეორებ თქვენ შეკითხვას. როგორ გადაანაწილებთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს პროცენტულად თქვენი პრიორიტეტების მიხედვით? ჩვენი ეს პრინციპი ბიუჯეტთან ურთიერთობისა უკვე საყოველთაოდ ცნობილია სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ დავამსხვრევთ ბიუჯეტად წოდებულ ჩვენი ქონების მიმთვისებელთა ქისას, რომელსაც დაარქვეს ბიუჯეტი და რომელსაც ინაწილებენ საკუთარი გემოვნების მიხედვით ვილებში, თვითმფრინავებში, პრემიებში, კეთილმოწყობაში, ლას-ვეგასში, ბედნიერებაში, ფუფუნებასა და კარგად ცხოვრებაში. ჩვენ არანაირი ბიუჯეტი ხალხო არ აგვაქვს. ჩვენი ბიუჯეტია ჩვენი ხელები და ჩვენი გული და ჩვენი გამარჯვება ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. ბიუჯეტი ქვია იმ საფინანსო ასიგნებას, იმ საფინანსო კანონს, რომელიც პენსიონერს აძლევს საკმარის პენსიას, რომ ის შიმშილით კი არ მოკვდეს, შვილი შვილსაც უყიდოს საჩუქარი, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროთაც წავიდეს, თეატრში ციაროს და არა ის ნაწყალობები გადაგდებული და მერე დაყვედრებული როგორც აკეთებს ეს ხელისუფლება. ბიუჯეტი ქვია იმას, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და არ ამცირებს სამუშაო ადგილებს და იმავდროულად უმუშევრობის კომპენსაციას აძლევს, რომელი ინსტიტუტი ჩვენთან სამწუხაროდ არ არსებობს. ბიუჯეტი ქვია იმ დოკუმენტს და იმ კანონს, რომელიც სტუდენტებს თანხის მიტანის გამო სტუდენტის სტატუსს კი არ უჩერებს. სტიპენდიას აძლევს δεუბნება, თქვენი ჭირიმე, ისწავლეთ, შვილებო, ეს არის თქვენი ქვეყანა, ეს არის თქვენი ბიუჯეტი, თქვენი ვართ მთლიანად. ბიუჯეტი ქვია იმ კანონს, რომელიც 1 სექტემბერს ბავშვებს პოსტით გაუგზავნის სახელმძღვანელოებს, კომპიუტერს და ეთქვის, რომ შვილო, ისწავლე
და კიდევ თუ რამე დაგჭირდება შენ გვერდით ვარ. ბიუჯეტი ქვია იმას, რომ ადამიანი როდესაც წავა სისხლის ანალიზის ასაღებად 100 და 150 ლარი არ უთხრან ფასი და არ გაუთეთრდეს სისხლი ანალიზის შედეგების დადგენამდე. ბიუჯეტი ქვია იმას, რომ მიცვალებული რეანიმაციიდან გამოსული არ იყოს დამშვენებული ქვითრით გულზე, რომელიც უნდა გადაიხადოს ოჯახმა და ვალია იყოს. ბიუჯეტი ქვია იმას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ამ ხელისუფლებისაგან მოტყუებული მიანაბრების ინტერესები და დაიწყებს ანაბრების დაბრუნებას. ბიუჯეტი ქვია იმას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საბავშვო ბაღების დაფინანსება და უხელფასო შობლებს არ ექნებათ იმის შიში, რომ ბაღშიც ვერ მიიყვანენ, სადაც შეიძლება კარაქი და პური შეჭამოს და ცხელი ჩაიდალიოს. ბიუჯეტი ქვია იმას, რომელიც არ ჩაუძვრება შრომელ ადამიანს ჟიბეში, არ გააძრობს ტყავს, არ ამოხდის სულს გადასახადებით და არ მისცემს შეღავათებს ბანდიტ ჭყონიებს, ნაყოფიებს, სამადაშვილებს, გეგენავებს, მილიონერი რა ქვია ის ბაღდადის დეპუტატი რო ყავთ, კოხოძე, აი ამებისთვის რო არის ბიუჯეტი მიმართული, რომ იმათ მეტი ფული იშოვონ და ბიუჯეტი შევისოს საწყალი ხალხის ძარცვის და გლეჯვის ხარჯზე და იმ ხალხის უცხოეთიდან გადმოგზავნილი თანხების ხარჯზე, რომლებიც წავიდნენ და იქ ზოგი მოხუცულის და ზოგი მათხოვრობს და ზოგი წელზე ფეხს იდგავს და ზოგი კვდება და ჩამოსვენების ხარჯებსაც არ ითვალისწინებს ბიუჯეტი ჯვარი ეწეროს ყველას. ეს ხო ფაქტია, არ ვიცი, ბიუჯეტი ჩვენ არა გვაქვს ბატონო ვანო, თავს ნუ ვიტყვევთ, ხალხს ნუ ვატყვევთ, ტყუილების ლიმიტი ამოეწურა თქვენს ხელისუფლებას მთლიანად. არ მინდა დავარღვევ. ბატონი გიორგი თარგამაძე, რომელიც უპასუხებს უკვე მეორე შეკითხვას, ბატონ გიორგი, თუ გსურთ მე გაგიმეორებ შეკითხვას, როგორ გადაანაწილებთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს პროცენტულად თქვენი პრიორიტეტების მიხედვით 3 წუთი გაქვთ. ჩვენი ბიუჯეტი გათვალისწინებული არის 10 მილიარდზე, ეს არის სრულიად რეალური 8%-იანი ზრდის გათვალისწინებით, ამას სხვათა შორის მთავრობაც ეთანხმება, როდესაც 4 წლის ბიუჯეტს 40 მილიარდზე გაწერს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება სოციალური ვალდებულებების გასტუმრება. ამ თვალსაზრისით ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძველი ნაციონალური მოძრაობის დაპირება $100-იან პენსიასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია მოძველ და გაძურებული ცხოვრების შედეგად, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ პენსიების ზრდას უკვე 2013 წელს და პენსიონერების, ასაკობრივი პენსიონერების პენსია გაუთანაბრდება 180 ლარს, ხოლო 2016 წლისთვის პენსიის ოდენობა პენსიონერებისათვის მიაღწევს 240 ლარს. ჩვენ ვაპირებთ ასაკობრივი ზღვარის შემცირებას პირველ ეტაპზე ამ შემთხვევაში ქართველი მეშახტეებისა და მაღაროლებისათვის, რომლებიც პენსიაში გავლენ 50 წლის ასაკში. ასევე ამ 2 მილიარდ 100 მილიონ ლარში, ეს არის 21% ამ ბიუჯეტისა, გათვალისწინებული არის 60 მილიონი ომისა და ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანებისათვის, რომლებიც მიგდებულები არიან უპატრონოთ. ინვალიდების პენსია არ უნდა ჩამორჩებოდეს ასაკობრივ პენსიას, მეორე ჯგუფის ინვალიდებისა და მარჩენალდაკარგულებისათვის, რომელთაც ცნობისთვის 55 ლარი აქვს, ჩვენ ვაპირებთ მათი პენსიის გაზრდას და გათანაბრებას ასაკობრივ პენსიასთან. ასევე ჩვენი პრიორიტეტი არის ჯანდაცვა, 300 მილიონიდან ზრდით დაფინანსებას 800 მილიონამდე. ჩვენი ინიციატივით თქვენ იცით, რომ 1 სექტემბრიდან ამ შემთხვევაში მთავრობის მხარდაჭერისად, თუმცა თავიდან ძალიან გვაკრიტიკებდნენ, იძახდნენ ეს 3-4 წელი, რომ ამის ფული ბიუჯეტში არ არისო, მაგრამ წინა საარჩევნოდ გამოჩნდა მშვენივრად უკვე 6 წლამდე ასაკის მოზარდების, სტუდენტების და ასაკობრივი პენსიონერების დაზღვევა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ, ამიტომ ჩვენი თანხები ჯანდაცვაში შემდგომში იქნება მიმართული იმ ადამიანების სამედიცინო სერვისებისათვის, რომლებიც არც ასაკობრივ პენსიამდე არიან მისულები და არც სხვა ასაკობრივ თუ სხვა პროფესიულ კატეგორიაში ხვდებიან. ეს არის საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებიც მოკლებულები არიან სამუშაო ადგილს და არ აქვთ დაზღვევა. ამიტომ ჩვენ დავაფინანსებთ დამატებით თანხებს ჩავდგებთ, რომ სახელმწიფო პროგრამები გაფართოვდეს და ასაკობრივი ზღვარი მოიხსნას ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურებებზე, როგორც არის ონკოლოგია, როგორც არის კარდიოქირურგია, ინფექციური დაავადებების კონტროლი, დედათა და შვილთა ჯანმრთელობა, ორსულობის პატრონაჟი და ამ ტიპის სახელმწიფო პროგრამები, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი. ასევე ჩვენი პრიორიტეტი არის განათლება, ჩვენ ვაპირებთ ბიუჯეტის 10%-ის 1 მილიარდის დახარჯვას ამაზე. აქედან 690 მილიონ ლარი ჩვენ ვახმართ 50,000 მასწავლებლის ხელფასის ზრდას, რომელთა მინიმალური ხელფასიც გახდება საქართველოში 900 ლარი. ასევე ჩვენ ვაპირებთ 310 მილიონის გადახდას იმაში, რომ საქართველოში მოქმედ 100,000-ივე სტუდენტს ნახევარი საფასური უმაღლესი სასწავლებლის გადაუხადოს სახელმწიფომ, ეს არის 1125 ლარი, ხოლო რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და მაღალმთიანი რეგიონებიდან წამოსულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ 100%-ით ეს სწავლა. ასევე ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გავაოთხმაგოთ სამეცნიერო გრანტების დაფინანსება. დანარჩენზე შემდეგ დროში მოგახსენებთ.
ბატონებო, თქვენ ყველამ გამოიყენეთ თქვენი უფლება იმისათვის, რომ გეპასუხათ ჩვენი მეორე შეკითხვისთვის და ახლა, როგორც უკვე იცით, წესების თანახმად თქვენ გააქვთ თითო წუთი იმისათვის, რომ თუ გნებავთ კომენტარი გააკეთოთ ნებისმიერი თქვენგანის გამოსვლაზე, ან თუ დაგჭათ რაიმე სათქმელი დამატებით, დაამატოთ ეს სათქმელი და ამისათვის 1 წუთი გაქვთ. ჩვენ მე კვლავ ვიმეორებ, რომ მივდივართ იგივე თანმიმდევრობით, როგორც ვუპასუხეთ მეორე შეკითხვას. შესაბამისად, პირველი, ვინც გააკეთებს კომენტარს, ეს იქნება ვანო მერაბიშვილი. ბატონო ვანო, დაიწყეთ, თქვენ გაქვთ 1 წუთი. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ პარტიას, ჩვენ გვაქვს წყობრი გამართული პროგრამა, რომელსაც აქვს მთავარი 4 პრიორიტეტი და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ 4 პრიორიტეტს აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ ზუსტად ვიცით კონკრეტულად რა ვადაში, რა ეტაპზე, რა პირობას შევასრულებთ და ეს ჩვენი 4 მთავარი პრინციპი. ეს არის 1000 ლარიანი ვაუჩერის დარიგება თითოეული ოჯახისთვის, რათა თვითონ გადაწყვიტოს ოჯახმა ყველაზე ძალიან როდის რა უჭირს, რათა დაფაროს ის ამოცანები, ის ხარჯები, რომელიც იმ წუთში მას ყველაზე მეტად აწუხებს. ჩვენი უპირობო მთავარი ამოცანაა საქართველოში დასაქმების პრობლემის მოგვარება. უმუშევართა ხელისშეწყობა, რათა ყველა საქართველოს მოქალაქემ შეძლოს ღირსეული სამსახურის პოვნა. ჩვენ ვთვლით, რომ ჯანმრთელობის დაცვა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთოთ და თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება მიიღოს ჯანდაცვა და ჩვენ რა თქმა უნდა დავეხმარებით ქართულ სოფელს. ქართული სოფელი იგრძნობს ყურადღებას და თანადგომას საქართველოს მთავრობისაგან. მადლობთ ბატონო შალვა 1 წუთი კომენტარისათვის ან დამატებითი კი ბატონო მე გავაგრძელებ იმას რაც ტაიმერმა შემოწყვეტია გარდაულად სანამ შალვანთელაშვილი ცოცხალია და პოლიტიკაშია აუცილებლად მივახწევთ იმას რომ მევალეები ყაჩაღი ბანკირებისგან დაკაბალებული ქართველი ხალხი საქართველოს მოქალაქეები გავათავისუფლოთ აი ამ კაბალისაგან გაუხსნათ ყადაღა იმ ბინებზე და ქონებაზე რომელიც ამ ხელისუფლების სპონსორმა ბანკირებმა დააკისრეს 25%-იან და უსამართლო პროცენტების გამო და აუცილებლად ჩვენ გადავხედავთ ყველა საქმეს იმ პატიმრისა რომელიც ბატონ ივანოს აქტიურობით მათ შორის მოხდა ციხეში ან გაუფორმდა საპროცესო გარიგება და დღემდე არიან ხელისუფლების საარჩევნო მძევლები ყველა საქმე იქნება გადახედილი და ყველას ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება მიყენებული ზარალი ქართული სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების უკანონობის შედეგად. აი ამას ვამბობ სრული გულწრფელობით როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი. სულ რაღაც რამდენიმე წამი კიდევ გაქვთ. უკვე დასრულდა თქვენი ეს რამდენიმე წამიც. და ახლა ბატონი გიორგი თარგამაძე გამოიყენებს ამ 1 წუთიან დროს კომენტარისათვის. ბატონ გიორგი, გთხოვთ. მე მინდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ პრემიერ-მინისტრი ან სრულობს, ან მან უბრალოდ ჯერ არ იცის, რომ საქართველოში ათასობით ადამიანი არის კიდევ, რომელსაც ჯერ არ აქვს გასტუმრებული ძველი დავალიანებები, მათ შორის პენსიები და ასეთი არის რეგრესის პენსიონერები, რომელთა დავალიანებად სახელმწიფოს მხრიდან მილიონებს აღემატება. ასევე კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული ადამიანები, რომელთა ვალიც აღიარა სახელმწიფომ, მაგრამ არც ერთი პროცენტი არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში. ამიტომ ჩვენ გავისტუმრებს შიდა ვალებს და არა მხოლოდ საგარეო ვალებს, ამისთვის ყოველწლიურად გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს ჩვენს ბიუჯეტში. ასევე ჩვენ ვაპირებთ დევნილებისათვის, მათ შორის კერძო სექტორში მყოფი დევნილებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ასევე 100 კილოვატის შეღავათის ელექტროენერგიის აღდგენას. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული ეკლესიის მხარდაჭერა და ჩვენს ბიუჯეტში ბიუჯეტის 0.1%, ანუ 100 მილიონ ლარს ვითვალისწინებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად. რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ქართული ეკლესია უნდა იყოს მთავარი სოციალური და საგანმანათლებლო პარტნიორი სახელმწიფოს. ბატონებო, უკვე დადგა რიგი იმისა, რომ მე დავსვა შემდეგი შეკითხვა ჩვენს დებატებში, რიგით მესამე შეკითხვა, რომელსაც პირველი უპასუხებს წილისყრის შედეგად გამოვლენილი რიგითობის მიხედვით მინიჭებული, რიგით პირველი კანდიდატი და ეს იქნება ბატონი შალვა ნათელაშვილი. ბატონო შალვა. პარტიას პირველი ვარ და კანდიდატის პირველი ვარ. ბატონო შალვა, თქვენ იმისათვის, რომ უპასუხოთ ჩემს მიერ ახლა დასმულ შეკითხვას, გაქვთ კვლავ ისევ 3 წუთი და მომისმინეთ. აღწერეთ თქვენი საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკა. რის ხარჯზე აპირებთ გაზრდილი სოციალური ვალდებულებების დაფინანსებას? დაიწყეთ. გაზრდილი სოციალური ვალდებულებები საქართველოში დაფინანსდება, როგორც კი ხალხზე შეყვარებული ხელისუფლება მოვა არჩევნების გზით. ამას არ სჭირდება არანაირი დიდი ეკონომიკური, ფილოსოფიური და ისეთი დოგმატური გათვლები, ამისათვის საჭიროა
რომ იმ ბანდიტებს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს მთელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეს ბერკეტები ავართვათ და სწორედ მათზეა საუბარი ჩვენს წინასაარჩევნო სლოგანში დიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ. აქ იგულისხმება უკანონოდ გამდიდრებული მძარცველი მდიდარი. აბა, ვინ არის თუ არა მძარცველი მდიდარი? თბილისის და ბათუმის აეროპორტების ფაქტობრივი მფლობელი პრეზიდენტ სააკაშვილის დედიზმა თემურ ალასანია. აბა, უმაღლესი სასწავლებლები ვინ ჩაიგდო ხელში თუ არა პრეზიდენტის დედამ. აბა, ის რა ქვია, საკურორტო ინფრასტრუქტურა ვინ ჩაიგდო ხელში თუ არა პრეზიდენტის მამამ, ბატონმა ნიკამ. აბა, ვინ ჩაიგდო ოქროს საბადო ხელში თუ არა პრეზიდენტის ასევე დედიზმამ თავის რუს ძმაკაც პარტნიორ გენერალოვთან ერთად. აბა, ვისია ჭიათურ მარგანეცი, რომელიც გახლავთ უნიკალური საბადო დედამიწაზე ნორვეგიის შემდეგ ერთ-ერთი უჟანგავი ფოლოდი მის გარეშე არ გამოდის, თუ არა ძმებმა ყაჩაღმა ბეჟუაშვილებმა, რომლებსაც და მთელ ამ კატეგორიას ბიუჯეტში კი არ შეაქვთ შემოსავალი. მთელ ამ კატეგორიას გადააქვთ თავიანთი საბანკო ანგარიშები ვირჯინის კუნძულებზე, მარშალის კუნძულებზე. ბატონ ვარუკს ძალიან კარგად მოეხსენება, რომ შარშან ყოველ შემთხვევაში ინვესტიციების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო პანამა. არავის ცოცხალი პანამელი საქართველოში არ უნახავს. წილებს დაძდევენ ჩაკუჩით პანამაში სად აქვთ იმან ინვესტიციების საშუალება? აი ამ თქვენმა მდიდრებმა და ოლიგარქებმა, რომლებიც მალავენ გადასახადებს, ვისაც უნდა დაფინანსდეს უფასო მკურნალობა, უფასო ჯანდაცვა, სტუდენტების სტიპენდიები, წამლები, მკურნალობა, აი ეს ფული გადაიტანეს პანამაში. იქიდან უკან ატრიალებენ, პანამიდან კი არის გადმორიცხვა, მაგრამ იქ რაღაცა ჯორჯიან water and power ქვია ინგლისურად, მაგრამ სიამრულეში იქ არის ჩოჩელი, იქ არის ბეჟუაშვილი, იქ არის კეზერაშვილი, ნავთობმაფიოზა, რომლებიც არაფერს არ იხდიან და აშენებენ აქ ზდებენ ამას უძრავ ბიზნესში, მოგეხსენებათ რომ ფულის გათხრების შესანიშნავი საშუალება სასტუმროების ბიზნესი, სწორედ ამიტომ არიან აქცენტირებული სასტუმროებზე, იმიტომ რომ იქ ფული ეულად თეთრდება და ამიტომ დაანგრიეს მთელი რუსთაველი და სასტუმროებს ხსნიან, არა იმიტომ რომ მაინც ტურისტები აინტერესებთ, ტურისტები თუ გაინტერესებდათ ბატონო ვანო, ამ შემთხვევაში რუსეთთან არ უნდა აგეფეთქებინათ ურთიერთობა და ის რუსები აქ ჩამოიტანდნენ მთელ მილიარდებს, რომელსაც დღეს ეზიდებიან თურქეთში, ეზიდებიან ტაილანდში, ეზიდებიან ეგვიპტეში, შარმან შეიხში. უნდა ისე დაბალანსებულად გაწარმოებინათ პოლიტიკა, რომ საქართველოს არ გადაქცეულიყო ნატოს სატელიტად, ამერიკის სატელიტად და არ მისცემოდა რუსეთს საფუძველი და საშუალება თქვენს მიერ შემდგომ ცხინვალში მოწყობილი პროვოკაციის შედეგადაც აგერ შემოიყვანა ტანკები და ჯარი, რასაც ალბათ ოცნებობდა და ეს საშუალება თქვენმა ხელისუფლებამ და თქვენ მიეცეთ. შესაბამისად, ეს ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს პენსიონერს, უმუშევარს, ახალგაზრდას, სტუდენტს, ახალდაქორწინებულს და ყველას, ეს ფული რეალურად საქართველოში არსებობს. ეხლა მთავარია წავართვათ, ვინც მიიტანს ეს შემოსავალი და მივუცეთ. დასრულდა თქვენი 3 წუთი ბატონო შალვა და ბატონი გიორგი იქნება შემდეგი, ვინც ჩვენს მესამე შეკითხვას გასცემს პასუხს. ბატონო გიორგი, აღწერეთ თქვენი საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკა, რის ხარჯზე აპირებთ გაზრდილი სოციალური ვალდებულებების დაფინანსებას? თქვენ 3 წუთი გაქვთ და დაიწყეთ. შეკითხვა კონკრეტულია, მეც ვეცდები ჩვენს ტელემაყურებელს კონკრეტული პასუხი გავცე. პირველ რიგში, სახელმწიფო ხარჯების რაციონალიზაციით. არა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების შემცირებით ან მათი ხელფასების შემცირებით. არამედ მინისტრების, მათი მოადგილეების, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თავმჯდომარეების, გუბერნატორების, გამგებლების მიერ ყოველ წელს ახალ-ახალი მანქანების ყიდვის აკრძალვით. ყოველწლიურად ახალი კაბინეტების განრემონტების, მივლინებების და ასეთი ტიპის კომფორტის შექმნის შეზღუდვას. ეს არის საკმაოდ სოლიდური და სერიოზული თანხები, რომელიც ბიუჯეტს სერიოზულ ეკონომიას მიცემს. ასევე ჩვენ ვაპირებთ თავდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების დაფინანსების ხარჯების შემცირებას. დღეს ეს ბიუჯეტში 1,600 მილიონი ლარია, ჩვენ ვაპირებთ მილიარდამდე ამის დაყვანას, არა ჩვენი პოლიციელების ან ოფიცრების შემცირების და მათი დაფინანსების შემცირების ხარჯზე. უბრალოდ ჩვენ მიღებული გვაქვს სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 30,000 კაციანი სამხედრო სავალდებულო სამსახურზე დაფუძნებული არმიის ნაცვლად 10,000 კაციანი საკონტრაქტო საფუძველზე დაფუძნებული პროფესიონალური არმიის ჩამოყალიბებას. ეს რა თქმა უნდა ერთის მხრივ გამოიწვევს შემცირებას იმ ხარჯებისა, რომელიც ჭირდება ასეთი ტიპის მობილური არმიის ფუნქციონირებას, მაგრამ მეორეს მხრივ ეს თანხები მოხმარდება გაცილებით უფრო ეფექტურად და გაცილებით უფრო შედეგიანი აღმოჩნდება ჩვენი შეიარაღებული ძალები იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოში. ასევე ჩვენ ვაპირებთ ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ეს არის მთავარი წინა
წინაპირობა ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის ზრდისა. ამ შემთხვევაში მე გულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ ბიზნესი უნდა იყოს პარტნიორი ხელისუფლებისთვის და სახელმწიფოსთვის და მის მიმართ მათ შორის ბატონ მერაბიშვილს, ბატონ ადეიშვილს და სხვებს, რომლებიც იმედი მაქვს, რომ მომავალ მთავრობაში აღარ იქნებიან წარმოდგენილები ამ თანამდებობებზე, აღარ ექნებათ შესაძლებლობა ამ ადამიანებს მუდმივად უყურონ, უცქირონ როგორც პოტენციურ კრიმინალებს. ჩვენ პარლამენტის მუშაობის დროს მივახციეთ იმას, რომ ბიზნესის სისხლის სამართლებრივი დეკრიმინალიზაციის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა და 25,000-სიანი ზღვარიდან ავწიეთ 50,000 ლარამდე, მაგრამ ამოცანა არის იმაში, რომ ჩვენ საერთოდ მოვახდინოთ ბიზნესის დეკრიმინალიზაცია და სისხლის სამართლებრივი დევნა ბიზნესმენების, მცირე და საშუალო ბიზნესი იქნებათ უფრო მსხვილი ბიზნესი, გამოვრიცხოთ იმისთვის, რომ ბიზნესი გახდეს უფრო მეტად თავისუფალი, უფრო მეტად შემოქმედებითი, იყოს ორიენტირებული ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე, მას სჭირდება მეტი სამართლებრივი გარანტიები, მას სჭირდება სიმყარის შეგრძნება და უსაფრთხოება. ეს არის მთავარი, რამაც ბიზნესი საქართველოში უნდა ამუშაობს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამართლიანი ტარიფები ამ პროცესს კიდევ უფრო დაჩქარებული წესით და ეფექტურად ამოქოქავს. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონკურენციის გააქტიურება ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის. სწორედ ამიტომ პარლამენტში ჩვენ გქონდა შეტანილი და იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაბამისი ძალა, რათა მივიღოთ ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ქვეყანაში შექმნა წინაპირობები ჯანსაღი რეალური კონკურენციისა. ეს არის რესურსი. და ბატონი ვანო მერაბიშვილი იქნება მესამე, ვინც ჩვენს მესამე შეკითხვას გასცემს პასუხს. ბატონო ვანო, 3 წუთი ამისათვის. აღწერეთ თქვენი საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკა, რის ხარჯზე აპირებთ გაზრდილი სოციალური ვალდებულებების დაფინანსებას. დაიწყეთ. დიდი მადლობა, მე მინდა ძალიან მოკლედ გამოვიხმაურო ბატონ შალვას ბრალდებას, იმდენად სწრაფად ჩამოთვალა და იმდენი ფირმა და გვარი ჩამოთვალა, რომ მე ვერ დავიმახსოვრე და მე მგონი ბატონი შალვას დარწმუნებული ვარ, რაც მან თქვა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ რომ აქ რაც მან თქვა, ეს არის სრული სიცრუე, მაგრამ მე მინდა ძალიან დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმით, რომ ორივე ჩვენი ოპონენტი ძალიან თამამად იძლევა ძალიან კარგ დაპირებებს და მე ძალიან მიხარია, რომ მათ აქვს საშუალება ეს დაპირება მისცენ, იმიტომ რომ დღევანდელი ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნის განვითარება, რომელიც ბოლო წლებში ჩვენ მივახციეთ, აძლევს საშუალებას ნებისმიერ, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თამამი დაპირებები მისცენ ჩვენ ამომრჩევლებს და ეგ იმიტომ რომ ამ დაპირებებს 2003 წელს ვერც ერთი, ვერც ოპოზიციის და ვერც ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ დადებდა. დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს საფუძველი მისცეს ძალიან კარგი დაპირებები, რომელიც სარგებელს მოუტანს ხალხს, იმიტომ რომ საქართველოს ბიუჯეტი ბატონო მინდა შეგახსენოთ, რომ 15 გაიზარდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და სწორედ ეს გაძლევთ თქვენ საფუძველს, აი ესეთი დაპირებებით მიხვიდეთ ხალხთან. იმიტომ რომ ამ დაპირებებით 2003 წელს ეს დაპირებები, რა თქმა უნდა, საზოგადოების თვალში აგებოდა როგორც უტოპია. მე ძალიან მიხარია, რომ მე დღეს შემიძლია ის დაპირებები მივცეთ ჩვენ მოქალაქეებს, რომელსაც დაპირებას ვიძლევთ და ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არ არის საკმარისი. ეს არის ძალიან ცოტა და ჩვენ გვინდა შენარჩუნებით იმის, რაც ჩვენ გვაქვს, იმ წინსვლის, განვითარების და არა უკან დაბრუნების, როგორც ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი პირდება, რომ დაბრუნოთ 90-იან წლებში. დავაბრუნოთ ის ადამიანების, რომლებიც 90-იან წლებში ასოცირებული არიან კრიმინალთან, ჩამქრალშუქებთან, გაყინულ პენსიებთან. სწორედ ჩვენი ამოცანაა, რომ მეტი სარგებელი მივცეთ ხალხს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და კონკრეტული გრაფიკი. ჩვენ ახლა ვაპირებთ ამ დღეებში თითოეულ ოჯახში დავარიგოთ ასეთი ტიპის კალენდარი, სადაც იქნება ბოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში თუ რომელ თვეს, რომელ კვარტალში, რომელ დღეს ჩვენ რა პირობებს შევასრულებთ, რა დონეზე და ეს იქნება ჩემი და ჩემი მთავრობის მთავარი სამაგიდო წიგნი, სადაც იქნება გაწერილი კონკრეტული ვალდებულებები. ჩემი მუშაობის წარმატებულება, მე ვთხოვ ჩემმა საზოგადოებამ, ჩემმა ხალხმა, ჩემმა საქართველოს შეაფასოს თუ რამდენად ჩვენ შევასრულებთ ჩვენ დადებილ პირობას და რამდენად ვადაში მივაღწევთ იმ სიმაღლეებს, რომლებიც ჩვენ ამ კალენდარში გვექნება დაწერილი. მე მზადვად პასუხი ვაგო ამ კალენდარის ნებისმიერ რიცხვზე და ნებისმიერ დაპირებაზე. მე მიხარია, რომ მაქვს საშუალება საქართველოს მოქალაქეებს ესეთ ამბობ. რა თქმა უნდა, ჩვენ სრული ადრეც ქონდა ასეთი დაპირებები მიგვეცა, ჩვენ ადრეც ქონდა სრული, რომ საქართველოში ყოფილიყო უფრო მეტი და მეტი დაზღვეული. რა თქმა უნდა, ჩვენ 2 წლის წინ, როცა საავადმყოფოების მშენებლობა დავიწყეთ, ძალიან სერიოზული ინვესტიციების გაწევა მოგვიწია საავადმყოფოების მშენებლობისათვის. რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ჩვენ დღესვე გვინდა, რომ საქართველოში ყველა ადამიანი იყოს დაზღვეული. მე იმედს მაძლევს ის დინამიკა განვითარება დღეს საქართველოში არის, საქართველოში თითოეული მოქალაქე ექნება საშუალება.
დიდი მადლობა ყველას, თქვენ თუ დაგრჩათ სათქმელი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ ეს სათქმელი კიდევ დამატებით 1 წუთში ჩაატიოთ. მე უკვე დავსვი გადაცემაში 3 შეკითხვა, მეოთხე შეკითხვას მოგვიანებით დავსავ. მანამდე კი თქვენ გაქვთ კიდევ ისევ თითო წუთი იმისათვის, რომ თქვენი სათქმელი და შეხედულებები კვლავ უთხრათ თქვენს ამომრჩეველს და კომენტარების ამ შემთხვევაში კომენტარების რიგითობაც იქნება სწორედ ისეთი, როგორც იყო მესამე შეკითხვის დროს და ბატონი შალვა ნათელაშვილი იქნება ამ შემთხვევაში პირველი 1 წუთი გაქვთ. იმედია ყველა დამეთანხმება, რომ ქვეყანაში არანაირი ბიუჯეტის შევსებაზე არ შეიძლება საუბარი, თუ იქ ფაბრიკა ქარხნების ნაცვლად შენდება მხოლოდ პოლიციის შუშიანი შენობები. თქვენი გაზრდილი ბიუჯეტი, ბატონო ვანო, შედგენილია თქვენს მიერ აღებული საგარეო ვალებით, რომელმაც უკვე მიუკაკუნა 9 მილიარდს და რომელიც არის ჩვენი შვილების გადასახდელი და იმ ბავშვების გადასახდელი, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაბადებულან. რაც შეეხება იმას, რომ მე ჩქარა ჩამოვთვალე ეს ფირმები და კონკრეტული ფაქტები, მე მზად ვარ ძიმედ ჩამოვწერო ეს ყველაფერი და გამოგეგზავნოთ, თუ გააკეთებთ რეაგირებას, რა თქმა უნდა, მადლობის მეტი არაფერი აღარ მითქოს. თუ გსურთ კიდევ რამის თქვა, თქვენ გაქვთ დრო. მაშინ მე უკვე არ ამატებთ არაფერს, მე მაშინ უკვე გადავდივარ შემდეგ კანდიდატზე, ეს არის გიორგი თარგამაძე, რომელიც 1 წუთს გამოიყენებს. ბატონო გიორგი, დაიწყეთ. ქრისტიან დემოკრატია დგას სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. ჩვენი მიზანია გავზარდოთ საგადასახადო ბაზა, გავზარდოთ რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვინც იქნებიან გადახდის უნარიანები, რომლებიც გადაიხდიან ნაკლებს. ანუ ბევრი გადამხდელი და ნაკლები გადასახადი. სწორედ ამის გამო ჩვენ ვაპირებთ საშემოსავლო გადასახადისში პროგრესული გადასახადის სისტემის შემოღებას. დღეს ფიქსირებული 20%-ის ნაცვლად ჩვენ გვექნება 10-დან 20%-მდე მერყევი პროგრესული გადასახადი, რომელიც იმის მიხედვით შედგება თუ რა მასშტაბის შემოსავალი და ბრუნვა გააჩნია ამა თუ იმ კონკრეტულ ბიზნესს. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ საშემოსავლო გადასახადი იმ ადამიანებისა, რომლებიც ეგრეთ წოდებულ შეძლებულთა მდიდართა ფენას მიეკუთვნებიან და ყოველწლიურად 100,000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ. და ნაცვლად იმისა, რომ მათ გაუუქმებთ ქონების გადასახადს, 5% დაემატება მათ საშემოსავლო გადასახადს. მე ვფიქრობ, ეს სოციალური სოლიდარობის თვალსაზრისით იქნება აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა. ჩვენი დამსახურებაა ის, რომ დღეს მცირე ბიზნესში დასრულდა თქვენი დრო, ბატონო გიორგი, ბატონო ვანო, 1 წუთი იმისათვის, რომ დამატებით თუ გაქვთ რაიმე სათქმელი ან კომენტარი გააკეთოთ, დაიწყეთ. მე დავამატებდი, ვერ მოვასწარი დასრულება. ამ ჩვენს კალენდარში, რომელსაც თითოეული საქართველოს მოქალაქე ამ დღეებში მიიღებს, იქნება გაწერილი. თუ ყოველი წლის ბოლოს, ყოველი წლის გარკვეულ შუაში ან კვარტლის ბოლოს, რომელ ჩვენ ვალდებულებას შევასრულებთ. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას არა უბრალოდ 4 წლიანს, არამედ შუალედურ ვალდებულებებს, დასაქმების, სოფლის მეურნეობის განვითარების, დაზღველების რაოდენობის გაზრდის, 1000 ლარიანი ვაუჩერის დარიგების, თუმცა მე მინდა გითხრათ, თუ 1000 ლარიანი ვაუჩერის დარიგების ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ უკვე წლევანდელ წელსვე დავარიგებთ, რათა მომავალი წლიდან ამოქმედდეს ეს პროგრამა, რომელიც მისცემს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს საშუალებას, რომ ის პრობლემები, რომელიც მას დღეს აწუხებს, ანუ შეაწუხებს მას იანვარში, თებერვალში, მარტში 2013 წლის, ის სიკეთე მან მიიღოს. ამიტომ ჩვენი ამ კალენდარით ჩვენ მოგცემს საშუალებას შევაფასოთ ჩვენი მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა, რაც უფრო სწორედ ვადებში შესულდეს გმადლობთ და უკვე დადგა დრო ბოლო, ჩვენი გადაცემის ბოლო მეოთხე შეკითხვისა, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. კითხვა კი ასე ჟღერს, როგორია თქვენი სტრატეგიული ხედვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი? ამჯერად პირველი იქნება დებატების მონაწილე, რომელსაც წილისყრის შედეგად მიენიჭა ნომერი 2 და ეს არის გიორგი თარგამაძე. ბატონო გიორგი, 3 წუთი კვლავ იმისათვის, რომ ამ შეკითხვას უპასუხოთ. პირველ რიგში ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადებითად უნდა შეფასდეს ქართული დიპლომატიური სამსახურის ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩემს მთავრობაში ქართულ დიპლომატებთან და ჩვენს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანება ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა. განსხვავება მართლ პოლიტიკურ ძალასა და ქრისტიან დემოკრატებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს ნატოზე, როგორც დეოკუპაციის პირდაპირ მექანიზმზე. სააკაშვილი უშვებს შეცდომას, როდესაც ეს მიაჩნია მთავარ საპიარო ელემენტად ნატოში გასაწევრიანებლად. ეს არის მთავარი დაბრკოლება, რის გამოც ნატოს წევრი ქვეყნების წამყვანი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ამ რისკების გათვალისწინებით საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობისაგან თავს იკავებენ. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა,
კლდემოს პოლიტიკა იქნება მიმართული ნატოში გაწევრიანებაზე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ განვიხილავთ ამ ორგანიზაციას როგორც გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების და კეთილდღეობის გარანტიების შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად. ეს უნდა იყოს კიდეც მთავარი ღერძი ჩვენი ქვეყნის რეინტეგრაციის და სამშვიდობო პოლიტიკისა. ნატოს წევრობა საქართველოსთვის ეს უნდა გახდეს ფაქტორი, რომელიც შეძენს დამატებით წონას საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. აი რუსეთთან მოლაპარაკებები და ზოგადად რუსეთის ფაქტორი კი ნამდვილად არის გასათვალისწინებელი და გულუბრყვილო უნდა ვიყოთ, რომ ეს თემა საერთოდ უკუვაგდოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსული ფაქტორის გაუთვალისწინებლად იქნება ძალიან დიდი შეცდომა. არის თუ არა რაიმე საფუძველი და ნიადაგი, სადაც ჩვენ შეიძლება საერთო ინტერესები ვიპოვოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი საფუძველი და ნიადაგი არსებობს და ეს არის კავკასიაში რელიგიური ფუნდამენტალიზმის და ნაციონალური სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც თანაბარ პრობლემებს უქმნის, როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე ეს პრობლემები უცხო არ არის საქართველოსთვის. ამიტომ ჩვენ უნდა მოახერხოთ და უნდა დავარწმუნოთ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში შეიძლება იყოს არა საფრთხე, არამედ პირიქი, მთავარი შემაკავებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორი ამ საფრთხეების რეალობად ქცევისაგან პირველ რიგში რუსეთის ფედერაციისათვის. ანუ ისე როგორც ეს არის დღეს ავღანეთში. გამომდინარე აქედან მე მიმაჩნია, რომ მათ შორის ლოპოტას ხეობაში განვითარებულმა ბოლომოვლენელმა აჩვენა, რომ სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, როგორც კავკასიაში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რუსეთის ფედერაციის რელიგიური და ნაციონალური ექსტრემიზმისაგან დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს და რუსეთს აქვს საერთო ინტერესები, როგორც რეგიონში, ასევე მთელი საერთაშორისო საზოგადოება და მათ შორის ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები თავის ევროპელ კოლეგებთან ერთად დარწმუნებული ვარ აქტიურად ჩაერთვებიან ასეთი ტიპის პოლიტიკური ბალანსისა და თანამშრომლობის დამყარებაში. ეს უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის და მოლაპარაკების, რომლის საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, იქნება ქვეყნის გაერთიანება. დასრულდა 3 წუთი და ბატონი ვანო მერაბიშვილი უპასუხებს ჩვენი დებატების მეოთხე შეკითხვას და ეს არის ბოლო შეკითხვა ბატონო ვანო. როგორია თქვენი სტრატეგიული ხედვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი 3 წუთი გაქვთ დაიწყეთ. დიდი მადლობა. მე მინდა გითხრათ, რომ მე ბოლო 8 წელიწადი ჩემი საქმიანობის სწორედ ამ საკითხების, უსაფრთხოების საკითხებით ვიყავი დაკავებული და მე ძალიან მიხარია, რომ როგორც რიგით ქართველს, რომ საქართველოს უკვე იქცა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად, ყველაზე არაკრიმინალური ქვეყანად, ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანად და რიგითმა პოლიციელებმა, რიგითმა სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, თავდაცვის წარმომადგენლებმა მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს დღეს არის ყველაზე ნაკლებად კრიმინალური, ევროპაში ყველაზე არაკრიმინალური ქვეყანა დღეს არის საქართველოს. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც საქართველოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადაადგილებისას შეეშიდება კრიმინალის, კორუფციის, ყაჩაღის ან ბანდიტის. რა თქმა უნდა, ჩვენი უსაფრთხოების მთავარი საშუალება ეს არის ინტეგრაცია ნატოში და ევროსტრუქტურაში ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა არის ევროპასთან თავისუფალი ვიზების მიღება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. სხვა ალტერნატივა თუ არა ევროპული ინტეგრაცია, თუ არა ნატოში გაწევრიანება, საქართველოს უსაფრთხოებას არ გააჩნია და მე ძალიან მიხარია, რომ ბევრ ოპოზიციურ პარტიაში ამაზე კონსენსუსია, იმიტომ რომ ეს უნდა ერთიანდებდეს ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, რადგანაც ამას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ რა თქმა უნდა, მეც რა თქმა უნდა და მთელი მთავრობა რა თქმა უნდა მომხრე ვართ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რუსეთთვის მიგვეცა საშუალება გაგვხდარიყო სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და მე ვარ დარწმუნებული, აქედან საქართველოს რა თქმა უნდა ბევრს მოიგებს და ამით მეც სარგებელს მიიღებს საქართველოს მოქალაქეები. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რუსეთთან სამხრივად სავიზნო რეჟიმის გაუქმების შესახებ კისიერის შედეგი გამოიღო და საქართველოში მინდა გითხრათ, რომ წელს 700,000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ჩამოვა, ეს იქნება დაახლოებით 2.5 უფრო მეტი, ვიდრე შარშან ჩამოვიდა. მე ამასთანავე ვიმყოფებოდი კახეთში, სადაც ზღვრის ქარხანაში რთველის მიმდინარეობს ვაკვირდებოდი და მე ძალიან გამიხარდა, რომ დავინახე უამრავი რუსი, რომელიც მონატრებულია ქართულ ღვინოზე, რომელიც მონატრებულია ქართულ კულტურაზე და მე ვარ დარწმუნებული, ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოვა საქართველოს, ისევე როგორც ჩამონეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, პოლონელები, გერმანელები, ამერიკელები, აზერბაიჯანელები და სხვები, რომლებიც სწორედ ხელშეუწყობენ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას, ჩვენ ბიუჯეტში და ჩვენ ქვეყანაში დამატებით შემოსავლებას. მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან კაი ურთიერთობის დამყარება ეს რა თქმა უნდა არ უნდა მოხდეს ძველი კადრების დაბრუნების ხარჯზე. ეს არ უნდა მოხდეს, თქვა თამაზაშვილის დაბრუნების ხარჯზე. ეს არ უნდა მოხდეს ასლან აბაშიძის ყოფილი კორუმპირებული ჩინოვნიკების დაბრუნებით, იმიტომ რომ
კეთილმოზობლივი ურთიერთობა რუსეთთან არ ნიშნავს, რომ ასლან აბაშიძე და მისი მეგობრები უნდა დაბრუნდნენ ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყანა ისევ წაიყვანონ იმ სიბნელეში, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ისერი არსებობს. რაც შეეხება აფხაზებს და ოსებს. მე გუშინ ჩვენი პარტიის წვრილობაზე მიმართე აფხაზებს და ოსებს და მე მინდა გამოვიყვანო ეს 2 წუთი 10 წამი და მათ მიმართო, რომ ქართველი ერი დაეხმარება ამ ერებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს გახდნენ პიროვნულად თავისუფლები, მიიღონ თქვენ გექნებათ საშუალება რომ თქვენი სათქმელი დაასრულოთ ბატონო ვანო. დიდი მადლობა ყველას, თქვენ უპასუხეთ უკვე ყველა იმ შეკითხვას, რომელიც როგორც აღმოჩნდა, აინტერესებს და აწუხებს მოსახლეობას და თქვენს ამომრჩეველს. ახლა კი კიდევ ერთხელ ყველა თქვენგანს მე მგონი ბატონი შალვა დამავიწყდა, მე მაპატიეთ ბატონებო, ბატონო შალვა. მეოთხე შეკითხვა, რა თქმა უნდა, თქვენც უნდა უპასუხოთ ამ შეკითხვას. როგორია თქვენი სტრატეგიული ხედვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და 3 წუთი გაქვთ თქვენ ამისთვის. აი სწორედ ეკონომიკურ რეფორმაზე საუბარი, შემოსავლების ზრდაზე მსჯელობა, ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გაიხსნება თუ არა რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური გზები. შეძლებს თუ არა კახელი გლეხი ყურძნის გატანას, გურული, მეგრელი, იმერელი, ციტრუსის, მწვანილის, ჩაის, ქართლელი ვაშლის გატანას რუსეთის ბაზარზე, შეძლებს თუ არა შევიდეს და იმუშაოს იქ, სადაც ჩვენი წინაპრების სისხლი ჩაიღვარ და რუსეთის იმპერია პირდაპირ თქვა ქართველები შექმნილია, არა მარტო ბაგრატიონის, არამედ იოსებ სტალინს და კიდე სხვათა და 400,000 ახალგაზრდა ჩაწვა რუსეთის სტეპებში და დღეს სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის წყალობით ჩვენ გამოგვდევნეს რუსეთის ბაზრიდან, სავიზო რეჟიმი დაგვიწესეს, რეზერვაციაში მოგვაქციეს და ჩამოდიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, კაპიკებად ყიდულობენ ვაშლს და ყურძენს და გააქვთ რუსეთში, იმიტომ რომ ვიზა აქვთ იქ. შესაბამისად, ჩემო ძვირფასებო, ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის არის არა პუტინი, არა რუსეთი, არა ის რა ქვია ირანი თუ მალაიზია, სააკაშვილის დანაშაულებრივი საგარეო პოლიტიკა, რომელმაც გაყიდა საქართველოს სუვერენიტეტი, ილიას, მერაბის, ზვიადის დამოუკიდებლობა ნატოზე და ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სამხედრო აგრესიულ რეაქციულ წრეებზე, როგორიც არის თქვათ, აგერ გუშინ ჩამომბრძანებული ბატონი მაკეინი და სხვები. საქართველოს უნდა აღიდგინოს დამოუკიდებლობა მათ შორის საგარეო პოლიტიკაში, ის არ უნდა იყოს სატელიტი და არ უნდა იჯდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის კანცელარიაში ამერიკელი მრჩევლები. საქართველოს უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. მეგობრებო, ჩვენ ნატოს ძახილმა დაგვაკარგია სამაჩაბლო, დაგვაკარგია აფხაზეთი და კიდევ ძალიან ბევრ ამას დაგვაკარგიებს და ამასობაში ნატო და რუსეთი კარგად არიან ჩახუტებულები და ულიანოვსკში ერთობლივი ბაზა შექმნეს ავღანეთში ტირთების გადაზიდვისა. ბატონ ვანოს ეს კარგად მოეხსენება, ხოლო დღეს რუსეთმა და ამერიკამ სავიზო რეჟიმი ერთმანეთთან გაუქმეს და ჩვენ დავრჩით გამოკიდებული უორბიტოთ ცასა და მიწას შორის, უვიზოთ, ვერც რუსეთში გავდივართ, ვერც ამერიკაში გავდივართ და ყველაფერი ამას ემატება სააკაშვილის კაკაფონია, რომ თურმე ხვალ ნატოში შევალ და წამოარ ძის მდინარეები. არავით არის ნატო, საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის ქვეყანა, არც რუსეთის სამხედრო ბლოკში, არც ნატოსთან და მე ნახეთ, მართლაც რამ ძის მდინარეები წამოა აქ. ჩვენი პირველი კანონი, რომელსაც მივიღებთ პარლამენტში მოსვლისთანავე, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, იქნება ნატოში შესვლაზე უარის თქმა. პირველივე გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება ავღანეთის სასაკლაოდან, უცხო ომიდან ქართველი ბიჭების გამოყვანის კანონი, რადგანაც ეს არის სხვისი ომი და იქ სააკაშვილმა და სახელმძღვანელმა ელიტამ გააგზავნა ჩვენი შვილები საკუთარი სკამების გასამაგრებლად, აი არჩევნებს რო გააყალბებენ ამერიკელმა და ევროპელმა და ნატოელმა დამკვირვებლებმა, რომ დაუდასტურონ ეს ლეგიტიმურობა, იგივე სააკაშვილს, იგივე ივანიშვილს ერთი ძალადობს, ის აყალბებს არჩევნებს, ივანიშვილი ყიდულობს. არაფერი განსხვავება არ არის მგელსა და მგლისფერ ტურას შორის, რომელიც შეგვჭამს. აი იმათ რო დაუმტკიცონ, იმიტომ იძახიან ესენი ნატოს ერთგულების ფიცვერცხლს და მაამებელ სიტყვებს, თორე შინაგან დასრულდა უკვე თქვენი დრო ბატონო შალვა, ეხლა კი ნამდვილად ყველა თქვენგან მოუპასუხა მეოთხე შეკითხვას, რომელიც იყო დასმული და კვლავ თქვენ გაქვთ თითო წუთი იმისათვის, რომ დამატებით თქვა თქვენი სათქმელი ან გააკეთოთ კომენტარი და შესაბამისად იგივე რიგითობით მივდივართ და გიორგი თარგამაძე იქნება ის, ვინც ამ ერთწუთიან კომენტარისათვის დროს გამოიყენებს. ბატონო გიორგი, დაიწყეთ. არჩევნები და დემოკრატიული პროცესები მართლაც წარმოადგენს ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების.
დღეს ჩვენ არ გვიწევს არჩევანის გაკეთება მხოლოდ პოლიტიკური სიმპათიებისათვის. ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოს შეუძლია სვლა გააგრძელოს თავისუფალი სამყაროსკენ. რადგან სხვაგვარად ჩვენ უბრალოდ რუსეთის აგრესიის არათუ მოგერიების, არამედ დროებით თავიდან აცილების შანსიც კი არ გვექნება. ამიტომ ნატოზე და ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტაცია ეს არის ქართველი ერის არჩევანი, მე მეცაც ვიტყვი, ეს არის ფიზიკის კანონი, გქონდეს ინტერესი იმ მიმართულებით, საიდანაც მოდის მეტი სითბო, მეტი ენერგია, შენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, საიდანაც მოდის მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია, საიდანაც მოდის მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა. ასე რომ ეს არის სრულიად ბუნებრივი არჩევანი, მაგრამ ამავე დროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბევრი და ხელი შევუწყოთ ადამიანური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას აფხაზებთან, ოსებთან, რათა რამენაირად შევამციროთ ის გაუცხოება, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არსებობს. ბატონო ვანო, ერთი წუთი თქვენ იმისათვის, რომ დაასრულოთ თქვენი სათქმელი, ან თუ გნებავთ კომენტარი გააკეთოთ, დაიწყეთ. მეც ეხლა ვახსენე, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ აქვს საშუალება არ ყოფილიყვნენ, თუმცა მე ვარ დარწმუნებული, რომ მათი სათქმელი ამ უკვე ბატონმა შალვამ ბრძანა, გაიმიჯნა ნატოს, დაგმო ჩვენი სწრაფვა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის, სწრაფვა გავერთიანდეთ იმ ოჯახთან, რომელსაც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნის და მე ვამბობ და საქართველოს უმრავლესობა უკვე გააკეთა არჩევანი. საქართველოს ჩატარებულ რეფერენდუმზე გამოვიდა ქართული ერის ნება, რომ საქართველოს მომავალი, საქართველოს ვექტორი არის ევროპისკენ, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიულად ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, იმიტომ რომ ევროპა არის პიროვნული თავისუფლების, სოციალური სამართლიანობის, დემოკრატიის საფუძველი და ჩვენ სხვა არჩევანი, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. რუსეთი ვერასოდეს ვერ იქნება ჩვენთვის დემოკრატიის და თავისუფლების მომტანი ქვეყანა. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგზავნოთ რუსეთთან ურთიერთობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკვე ბატონი შალვას რიგია, ერთი წუთი იმისათვის, რომ ბატონ ვანოს ძალიან კარგად მოეხსენება, მაგრამ იძულებულია ასე თქვას, რომ ნატოზე უარის თქმის გარეშე რუსეთი არც სავაჭრო გზებს გაგვიხსნის და არც ტერიტორიების დაბრუნებაზე დაიწყება საუბარი არასოდეს. მნიშვნელობა რა აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში ამ პოლიტიკით. ეს ერთი. და მეორე, მე ნატო არ მძულს და ამერიკა არ მძულს. მე ვიყავი სტუდენტი ბიჭი, რომ ავიღე სპეციალურად ბილეთი სტიპენდიით, ჩავედი მოსკოვში, რომ მენახა ნიუ-იორკიდან ჩამომფრენილი თვითმფრინავი 76 წელს. მაგრამ მე ვამბობ იმ სატკივას, რაც ჩემს ქვეყანას ჭირს. და ამ პოლიტიკით ჩვენ ქვეყანას ვერ აღვადგენთ, შევთანხმდეთ და რაც შეეხება ბატონ ვანოს განცხადებას, რომ თელ საქართველოს მოვლი და კორუფცია არ შეგვხვდება, ბატონ ვანო, მე მინდა გითხრათ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანისათვის. ინსპექტორი წაართმევდა ოცმანეს გზაში, თუ თქვენი პატრული დააჯარიმებს 200 ლარად. ეს უფრო უარესია, ის ინსპექტორი უფრო ცოტას იღებდა. არც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანისათვის. დამთავრდა? 200 ლარს რო იღებენ პასპორტის იმავე დღეს დამზადებაში. 200 ლარს 200 ლარი რომ მიგეცა კომუნისტების დროს. აი, ეხლა კი დასრულდა თქვენი დრო, ბატონო შალვა. ბატონებო, ჩვენი დებატები დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ მანამდე თქვენ კიდევ გაქვთ 3 წუთი. თქვენი შემაჯამებელი გამოსვლებისათვის, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მიმართოთ თქვენს ამ უმრჩეველს, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს დარჩა ჯერ კიდევ სათქმელი და ამისათვის თქვენ კვლავ გეძლევათ 3 წუთი და ჩვენ კვლავ, რა თქმა უნდა, არ ვარღვევთ იმ რიგითობას, რომელიც დადგენილია ჩვენი დებატების წესების მიხედვით და აი ამ შემთხვევაში პირველი 3 წუთის გამოყენების უფლება აქვს ნომერ მესამე კანდიდატს და ეს არის ბატონი ვანო მერაბიშვილი. ბატონო ვანო, შემაჯამებელი მიმართვისათვის 3 წუთი გაქვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ. დიდი მადლობა. დღევანდელი დებატები ადასტურებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია. თითოეულ კანდიდატს, თითოეულ პარტიის წარმომადგენელს აქვს საშუალება პირდაპირ მიმართოს საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა სამწუხაროდ ეს უფლება ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა არ გამოიყენა. დღეს მოვისმინეთ ძალიან ბევრი იდეა და ძალიან ბევრი იყო ბრალდებები. მე ვარ დარწმუნებული, რომ მომავალი 3 კვირის განმავლობაში იქნება უამრავი ახალი იდეა და მე ვარ დარწმუნებული, იქნება ძალიან ბევრი ბრალდებები. მაგრამ მე მინდა მიმართოს საქართველოს მოქალაქეებს. გააკეთეთ არჩევანი და რომ ვისა აქვს ყველაზე კარგი პროგრამა და ყველაზე კარგად ვინ შეასრულებს ამ პროგრამის თითოეულ მოგზს. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული 4 პუნქტიანი პროგრამა, რომელიც გაწერილი იქნება დროში და თითოეული ფაზაში ყოველ წლის ბოლოს, ყოველ კვარტლის ბოლოს ყველა თქვენ ეგრეთ გეცოდინებათ რა რის მიღწევას აპირებს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ შევქმნით
დასაქმების სამინისტრო და ამ სამინისტროს მეშვეობით ჩვენ ძალიან სერიოზულად შევებრძოლებით უმუშევრობას, მე ისეთივე ენერგიით შევებრძოლები უმუშევრობას, როგორც ვებრძოდი კორუფციას და კრიმინალს. ქართული სოფლის აღორძინება ჩემი პირადი და ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ჩვენ შევქმნით 500 ახალ სასოფლო სამეურნეო საწარმოს. ჩვენ 2000 დამატებით ტრაქტორს შევიძენთ. ჩვენ საქართველოში გავავარმაგებთ სასოფლო სამეურნეო პროდუქციას. თითოეულ ქართულ სოფელში იქნება წყალი, თითოეულ ქართულ სოფელში იქნება გზა, ჩვენ დავასრულებთ საქართველოში გაზიფიკაციას და თითოეულ ქართულ სოფელში იქნება ინტერნეტი. ქართული სოფელი იგრძნობს ყურადღებას საქართველოს მთავრობისაგან. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ საქართველოში თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, მიიღებს სამედიცინო დაზღვევას. საქართველოში უკვე დაზღვეულია პენსიონერი, საქართველოში დაზღვეულია სოციალურ დაუცველი, საქართველოში უკვე დაზღვეულია ყველა ბავშვი, საქართველოში დაზღვეულია ყველა პოლიციელი, ყველა მასწავლებელი, ყველა სამედიცინო მომსახურე პერსონალი, ყველა პირველი ჯგუფის ინვალიდი. ჩვენი ამოცანა რომ საქართველოში არ დარჩეს არც ერთი ადამიანი, ვისაც ამის სურვილი აქვს, რომ არ ქონდეს საშუალება მიიღოს უფასოდ ბაზისური სამედიცინო დაზღვევა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას. პირველი იადრიდან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიცეთ საშუალება ჩვენს მიერ მისთვის გადაცემული 1000 ლარიანი ვაუჩერი გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, მეც და ნაციონალური მოძრაობა არ აცხადებს, რომ ჩვენ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, მაგრამ ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ წავალთ წინ და რომ საქართველოში არასოდეს აღარ დაბრუნდებიან ქურდები. რომ საქართველოში არასოდეს არ დაბრუნდება კორუფცია და საქართველო არ გახდება რუსეთის ნაწილი. სულ რაღაც რამდენიმე წამი უკვე დასრულდა ეს სამწუთიანი დრო და ბატონო შალვა თქვენ ღართ შემდეგი ვისაც შეუძლია რომ მიმართოს თავის ამომრჩეველს შემაჯამებელი სიტყვით. არა მარტო ჩემ ამომრჩეველს, არამედ სრულიად საქართველოს. მივმართო, ჩემო ძვირფასებო. არსებობს ფიზიკაში ასეთი ცნება, მეტალის დაღლილობა. მეტალი იღლება, მათ შორის თვითმფრინავებში, სკდება მერე მთელ სიგრძეზე შეუმჩნევლად და ხდება კატასტროფა. დავიღალეთ ბატონო ვანო, ბატონო მიშა, დაიღალა საქართველო თქვენით. ყველაზე დიდი ბედნიერება ჩვენი ხალხისთვის იქნება თქვენი ხელისუფლებიდან წასვლა. ყველა დაპირება, რომელიც აიხლა ჩამოთვალეთ და ყურს საამოთ ხდება ნამდვილად, მაგრამ ვიცით რომ ეს ყური დაპირება არ შესრულდება, შესრულებული იქნება მხოლოდ თქვენი წასვლის შემდეგ. და თქვენ შეიძლება გახდეთ მოწმეები საქართველოს აღდგენის და აღორძინების. თუ თქვენ არ წახვალთ და არ გაიყოლებთ თავს თქვენს დამფინანსებელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც ასე ვთქვათ, შეფუთეთ და გამოუშვით ოპოზიციურ მინდორზე, თუ არ გაიყოლებთ უკან, მაშინ ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება ძალიან ცუდად დაამთავროთ თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა ყველამ და მოხვდეთ საბრალდებო სკამზე. მე ახლა ნამდვილად არ მინდა დაძაბვა სიტუაციის და დრამატიზირება, შორს არ წავალ, აგერ ქალბატონ წამყვანს დაუტოვებ ამ წერილს, ეს გახლავთ ჰააგის ტრიბუნალიდან მოსული პასუხი ჩვენს აპელაციაზე, სადაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას, ხელს აწევს ბატონი დილონი, პროკურორის წარმომადგენელი, ინგლისური ბატონო ვანომა შესანიშნავად იცის და მით უფრო სააკაშვილმა, რომელსაც სპეციალობა აქვს ერთი ლინგვისტობა შეიძლება დააბრალო ინგლისურში, წაიკითხეთ და ნახავთ, რომ ახლოვდება განკითხვის ჟამი. ამდენად დღევანდელი დღე მართლაც ისტორიულია იმ გაგებით, რომ ხალხმა გაიგო და ნახა თეთრი და შავი, ისტორიულია იმ გაგებით, რომ ახლა მოგეხსენებათ რომის კოლიზეიში თუ გლადიატორი უარს იტყოდა ბრძოლაზე, ის უკვე ღმერთმა დაგვიფაროს ფიზიკურათაც კი იკვეთებოდა, ხო? არათუ თავისი სპეციალობიდან. უარი თქვეს ორთა ბრძოლაზე, სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც. ესენი არიან, მეგობრებო, უკვე გაგორებული ფალავნები. მათ არაფერი აღარ ესაქმებათ პოლიტიკაში, შეუძლიათ დაიხურონ ქუდები და წავიდნენ. პოლიტიკოს რო დებატებში დაждდომის ეშინია, მას არ შეიძლება მიენდოს სახელმწიფო მმართველობის საჭე. ერთადერთჯერ დაждდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ბატონო ვანოს ეხსუმება რუსთავორში ჩემთან დებატებში, ეს კიდე გაპრეზიდენტებამდე იყო და ისეთი სისწრაფით გაიქცა იმ სტუდიიდან, რომ თავის დაცვას გაასწრო, ლიფცაც აღარ დაელოდა. ეთყობა ის მოგონებები აწუხებს და ასე ვთქვათ, ცუდ ასოციაციებს აღუძრავს. მე არაერთი ასე ვთქვათ, მეთოდი და საშუალებით, დაპირებებით, დაყვავებით ამ წლების განმავლობაში ვიწვევ დებატებზე, მაგრამ მას ელემენტარულად მისი ნერვული სისტემა არ არის მზად დებატებისათვის და მით უფრო არ არის მზად სახელმწიფოს მართვისათვის კი არა, ორი ბატის მოვლისათვის და ჩვენ დაგვანახა მისმა პოლიტიკამ, როგორ დაიშალა საქართველო, როგორ მიინგრა და მოინგრა ყველაფერი, როგორ გადაიხნა და გადმოიხნა ყველაფერი. ეხლა ეს ჩვენს ყველაფერი უნდა გავასწოროთ, გადავაფარცხოთ.
ამოაბიბინოთ ეროვნული გადარჩენის ის ყლორტები, რომლის იმედი ყველას გვაქვს და აქედან გამომდინარე, მეგობრებო, დაიხურეთ ქუდები, წადით პოლიტიკიდან. აღარ ესმის უკვე თქვენი მაყურებელს ბატონ შალვა, იმიტომ რომ თქვენი დრო ამოიწურა და ბატონი გიორგი თარგამაძე არის შემდეგი, ვინც შემაჯამებელი სიტყვისათვის თავის კუთვნილ 3 წუთს გამოიყენებს. ბატონო გიორგი, დაიწყეთ. პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენ და ამ დებატების ორგანიზატორებს და ასევე პირველ რიგში მინდა მივმართო ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სტუდენტებს. ნუ იქნებიან პასიური ამ არჩევნებში, ის მათი უმეტესობა პირველად მიდის ამ არჩევნებში, მივიდნენ და ნუანდობენ თავიანთ ბედს და მომავალს მხოლოდ უფროს თაობას. თქვენ უნდა გახსოვდეს, რომ ქრისტიან დემოკრატებს გვაქვს ძალიან ნათელი გეგმა, როგორ მოგცეთ ხარისხიანი განათლება და როგორ გავხადოთ ეს განათლება ხელმისაწვდომი. ასევე მინდა მივმართო ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს. მე არ ვაპირებ არც ნაციონალური მოძრაობის მსგავსად დაშინებას და მით უმეტეს არ გაკადრებთ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისავით დაგემუქროთ დაჭერით მასწავლებლებს. მე მინდა უბრალოდ პატივისცემა გამოვხატო თქვენი ღვაწლის მიმართ, რომელიც თქვენ შეგაქვთ ქართველი ახალგაზრდობისა და ქართველი ერის განვითარებაში, მაგრამ მე არ მინდა, რომ ჩვენ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ისეთ უსამართლო სიტუაციაში, როდესაც სკოლებში მანდატურის მინიმალური ხელფასი იქნება 800 ლარი, მაშინ როდესაც მასწავლებლის საშუალო ხელფასი მთელი საქართველოს მასშტაბით 250 ლარს არ აღემატება. მე არ მინდა, რომ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს სანატრელი და სახვეწარი ჰქონდეთ პედაგოგის სტატუსი და არ მინდა არც ის, რომ საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასების უმეტესობა 150 ლარს არ აღემატებოდეს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები არის. მე ასევე მინდა მივმართო ჩვენს გაწამებულ და მართლაც გაწვალებულ დევნილებს, იმიტომ რომ არ მეგურება სხვა ისეთი ოჯახი და ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად შესტკიოდეს გული საქართველოს გამთლიანებისთვის და ამ საკითხზე ყველაზე მეტ სწორედ თქვენ ფიქრობთ. მე მინდა მოგცეთ პირობა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი პრემიერობის შემთხვევაში, ეს არ იქნება ქრისტიან-დემოკრატიული მთავრობა მხოლოდ. ეს იქნება საქართველოს გაერთიანების, ქართული ხალხის გაერთიანების, მშვიდობის, კეთილდღეობის და წინსვლის პოლიტიკური მოძრაობა. ეს იქნება ქართული ხალხის გაერთიანების მოძრაობა. მე პირობას გაძლევთ, რომ არასოდეს გავხლეთ ქართველ ერს შუაზე. არასოდეს შევუწყობ ხელს კონფრონტაციას, ქართველებს შორის დაპირისპირებას და მით უმეტეს სისხლის ღრმას, რადგან ყველა ეს ნაბიჯი, ყველა ეს სიტყვა აზარალებდა პირველ რიგში ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს საქართველოს და უპირატესობას აძლევდა ჩვენს მოწინააღმდეგესა და ჩვენს მტერს. და ბოლოს, მე მინდა მივმართო ჩემს დებს და ძმებს, სოფლად თუ ქალაქად. მართლა ჩვენ რამდენიმე დღეში მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ქრისტიან-დემოკრატიული არჩევანი და ქრისტიან-დემოკრატია ეს არ არის პოლიტიკა მხოლოდ. ეს არის ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის ცხოვრების წესი. ეს არის ჯანსაღი კონსერვატიზმი. ეს არის ჩვენი ეროვნული ფასეულობების, ჩვენი ტრადიციული ოჯახური ღირებულებების პატივისცემა. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სამსახურში ყოფნა. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობა, ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს არის ჩვენი სახელმწიფო, რომლის ხერხემალიც ხარ შენ და შენი ოჯახი და არა ვანო მერაბიშვილი, არც გიორგი თარგამაძე, არც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი. ამიტომ შემოხაზეთ 10-იანი, ღმერთმა დალოცოს თქვენი არჩევანი და საქართველო. მადლობა ყველას. თქვენ მიიღეთ მონაწილეობა ისტორიულ დებატებში, რომელში მონაწილეობაზეც უარი განაცხადა ბლოკ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წარმომადგენელმა. ყველა მონაწილემ დღეს, აი ამ 3 მონაწილემ, ყველა თქვენგანმა დღეს შეძლო დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება, რასაც თითოეულ თქვენგანს მე გულწრფელად ვულოცავ, გილოცავთ ბატონებოს და ყველას გისურვებთ, რა თქმა უნდა, წარმატებას. დასრულდა პირველი საპარლამენტო დებატები. მადლობა ყველა ჩვენს კანდიდატს USAID-სა და IFES იმისათვის, რომ შეძელით ამ დებატების გამართვა. მადლობა თქვენ, რომ გვიყურეთ, ვინც ვერ ნახა პრემიერობის კანდიდატებს შორის საქართველოს ისტორიაში პირველი დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი ამ გადაცემას ხვალ 13 საათზე გაიმეორებს. პრემიერობის კანდიდატებს შორის საპარლამენტო დებატების ნახვა ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენებზე 12, 13 და 14 სექტემბერს შეეძლებათ, ასევე მეორე არხსა და მაუწყებლის პარტნიორი ტელეკომპანიების ეთერში. თქვენ კი გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის Facebook-ის გვერდსა და ოფიციალურ საიტზე gpb.g და მიიღეთ მონაწილეობა ონლაინ განხილვაში. გემშვიდობებით 18 სექტემბრამდე ზუსტად 20 საათზე ერთმანეთს ისევ აქ ამავე სტუდიაში შევხვდებით, სადაც დებატები უკვე კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების პარტიული სიების პირველ ნომრებს შორის შედგება. ნახვამდის.